2024 წლის ბოლოს აფხაზეთში რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების წინააღმდეგ მასობრივი პროტესტები გაიმართა, რასაც აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის თანამდებობა გადაჰყვა. 2025 წელს აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კი ოკუპირებული აფხაზეთის ისტორიაში პირველად რუსეთის მიერ ღიად მხარდაჭერილმა და აფხაზეთში არაპოპულარულმა კანდიდატმა გაიმარჯვა. რა სიტუაციაა დღეს აფხაზეთში? იზრდება თუ არა რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის საშიშროება და რა ინტერესები აქვს რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს ვიდეო პოდკასტში სახელწოდებით როგორ და რატო. დღეს ჩვენი სტუმარია რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ბატონი მამუკა კომახია, ხოლო პოდკასტს წავიყვან მე ერეკლე შუბითიძე, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს დირექტორი. ვიდრე დავიწყებდეთ, როგორც ხედავთ, ჩვენ ახალი სტუდიიდან გესალმებით, ეს შეუძლებელი იქნებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომისა და ასევე თქვენი აქტიური ჩართულობის გარეშე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მარტივი ქმედებები, როგორიც არის ვიდეოს მოწონება, ჩვენი არხის გამოწერა, კომენტარის დატოვება, ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენ შესაძლებლობებზე, რომ მოგაწოდოთ უფრო მაღალი ხარისხის, უფრო საინტერესო კონტენტი. ამიტომ გთხოვთ არ დაიზაროთ, მოიწონოთ ჩვენი ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი და დატოვოთ ქვემოთ კომენტარი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. დღეს ძალიან საინტერესო საუბარი გველის, ერთ-ერთი წესით ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ნაკლებად გავრცელებული და ნაკლებად ნასაუბრები თემა არის აფხაზეთის თემა. ვფიქრობ, ჩვენი მაყურებლისთვის და მსმენელისთვის საინტერესო იქნება დავიწყოთ ვიდრე ახლანდელ თემებზე გადავალთ, დავიწყოთ უფრო კონტექსტით. ანუ როგორ დაიწყო, როგორ მოვედით აქამდე? დაგეთანხმები ერეკლე, რომ მართლაც საინტერესო პროცესები მიმდინარეობს დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ცოდნა ამის შესახებ ძალიან შეზღუდულია. ან გამომდინარე იქიდან, რომ ამ თემაზე მე ვფიქრობ, ნაკლებად საუბრობენ თავად პოლიტიკურ ელიტაში, თავად პოლიტიკოსები, ვიცით რა რთული პოლიტიკური პროცესები მიმდის საქართველოში ხა და როგორც ჩანს ეს მთლად ისეთი პრიორიტეტული საკითხი ახლა არ არის, მაგრამ მანდამაინც ვერც იმას ვიტყვი, რომ წარსულს ამ თემაზე აქტიურად საუბრობდნენ. მაგრამ ბოლო პერიოდში სხვათა შორის საინტერესო ტენდენცია მიდის ამ საკითხებზე ინტერესის გამო, ჩვენ პირადი გამოსილებიდან ვაკვირდები, რომ რაღაცნაირად ინტერესი გაზრდილია იმ თაობაში, რომელიც თავად ამ ომს, ამ კონფლიქტის დასაწყისს არ მოსწრებია. ეს რაღაც დამაიმედებელია, რომ ეს აფხაზეთის და ოკუპირებული რეგიონების თემა რაღაცა ქართულ მედია სივრცეში ასე განსაკუთრებით პოდკასტების სახით რაღაც ბრუნდება, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდა ამ თემებზე საუბარი, მაგრამ მაინც ქართულ მედიაში, ქართულ პოლიტიკურ დებატებში ეს საკითხი მთლად ისე წარმოდგენილი არ არის. ეხლა რა შეეხება ამ საკითხს, რაც თქვენ ახსენეთ, ცოტა ისტორიულ კონტექსტს რო გადავხედეთ და დღევანდელობამ მივიდეთ, იმიტომ ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ თავად 1992-93 წლების აფხაზურ-ქართულ შეიარაღებული კონფლიქტი დაპირისპირა, რომელსაც სხვათა შორის აფხაზეთში მოიხსენებენ როგორც აფხაზეთის ხალხის სამამულო ომი. და ესე აღნიშნავენ ამ ღონისძიებას, ყოველწლიურად განსაკუთრებული აღნიშვნა ხდება ამ იმის და მათ შორის სხვათა შორის ოკუპირებულ გალის რაიონში, სადაც ეთნიკურად ქართველები ცხოვრობენ. და კარგი იქნება მე ამ გალის თემასაც შევეხებთ, რომ რა ხდება იქ ამ თვალსაზრისით. თავად კონფლიქტი ახლა მანდამს ერთ დღეში არ დაწყებულა, მხოლოდ საბჭოთა კავშირის აი გრევის შემდეგ უცებ ეს რაღაცა სიურპრიზი შეიძლება არავის არ ყოფილა, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც რუსეთის იმპერია შემოვიდა სამხრეთ კავკასიაში მე-19 საუკუნიდან, მაშინ არ იყო საქართველოს როგორც ასე ვთქვათ, ესეთ პოლიტიკური ერთეული მთლიანი, მაგრამ რაღაც ნაწილ-ნაწილში რო საქართველოს დაპყრობა და თავად რუსმა სამხედროებმა, ეთნოგრაფებმა, ისტორიკოსებმა მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შეისწავლეს საქართველოს ცხოვრები ეთნიკური ჯგუფების ხასიათი, ბუნება, ფსიქოლოგიური პორტრეტები შეადგინეს და დღესაც მე მგონი ისინი ძალიან კარგად იყენებენ იმ ცოდნას, რომელიც დაგროვილია სამწუხაროდ ამ წარსული საუკუნეების განმავლობაში დღესაც ხშირად შთაბეჭდილება მრჩება, რომ სწორედ ამ გზამკვლევით მოქმედება, რომელიც შეიქმნა განსაკუთრებით რაღაც მე-19 საუკუნის, როდესაც რუსეთის იმპერია ასე უფრო ღრმად შემოვიდა ჩვენს რეგიონში და მაშინ დაიწყეს მათ
ამ სხვადასხვა ბარათო ეთნიკური ჯგუფებს არის საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილი სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრები ქართველების ფსიქოტიპი შედგენა, მათი ხასიათის შედგენა, რომელსაც მე ისინი ძალიან კარგად იყენებდნენ ხოლმე როგორც წესი ერთმანეთის წინააღმდეგ დასაპირისპირებლად. ასევე აფხაზური საკითხიც სამხ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ რუსეთის იმპერიის მიდგომა იყო, ალბათ ყველა იმპერიის, რომ ეს დაყავიდა იბატონოს პოლიტიკა, ყველაზე კარგი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ მართო, ასე ვთქვათ, დაპყრობილი ტერიტორიები იგივე იყო აფხაზების მიმართაც, იცით რომ რაღაც ერთ-ერთი ყველაზე გვიან სწორედ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიის დაპყრობა მოახერხა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის იმპერიამ. არ იყო თქვათ ასე ცალსახა ყველაფერი, ესე აფხაზები გარკვეულ წინააღმდეგობასაც უწევდნენ და იქ ცხოვრები ასე თქვათ სხვა ქართველები და სხვა ეთნიკური ჯგუფები რუსეთის შემოსვლას რეგიონში და გვაქვს ჩვენ 60-იან წლებში საინტერესო თემა, როდესაც აფხაზური წინააღმდეგობის გამო ათასობით აფხაზი გადაასახლეს ოსმალეთის იმპერიაში, რომელიც მუხაჯირობის სახელითაა ცნობილი და ეს თანამედროვე აფხაზური გადმოსახედიდან ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ დღევანდელ ოკუპირებულ აფხაზეთში მუხაჯირობის თემა დღის წესრიგში არის აფხაზური პოლიტიკის ამ საკითხს აღნიშნავენ, მოიხსენიებენ ამ ადამიანებს, მაგრამ პარადოქსული ისაა, რომ რაღაც რუსეთის იმპერიის როლი და რუსების ადგილი ამ საუბრებში არ ჩანს ხოლმე. ანუ ისინი ამ ტრაიკულ მოვლენაზე საუბრობენ, რომ ეს ამბავი მოხდა, მაგრამ ის რომ ეს რუსეთის იმპერიის ორგანიზებული იყო, ამაზე ეს ხმამაღლა საუბარი არ მიმდინარეობს, იმიტომ რომ ეს შეიძლება რაღაც ანტირუსული პოლიტიკის გამოვლენებად იქნეს მიჩვეული აფხაზეთში და ეს ანტირუსული სენტიმენტები თლათ ისეთი, ასე ვთქვათ, წყალებში მოდური არ არის იქ. თავად რუსეთის იმპერიის პერიოდში, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული დაპირისპირებები, რაღაც ეთნიკურ ნიადაგზე, რომელსაც რუსეთი იყენებდა ხოლმე ამ რეგიონის დასაპირისპირებლად, ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებდა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებს, მათ შორის რაღაც აფხაზებს, ქართველებს შორის იყო გარკვეული პრობლემები. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ შემდეგ ეს როდესაც ასე საბჭოთა იმპერიის ფორმა მიიღო ამ ყველაფერი და რუსეთის იმპერიის შემდეგ ცოტა ხანი რაღაც ვიყავით ჩვენ დემოკრატიული რესპუბლიკა და მაშინაც იყო პრობლემები ამ მიმართულებით, ასე და იმ პერიოდში დემოკრატიული საქართველოს ჯარს რამდენიმეჯერ მოუწია, ასე ვთქვათ, ძალის გამოყენება იმისთვის რომ ეს ტერიტორია იმ ტერიტორიაზე კონტროლი დაემყარებინა სხვადასხვა ძალებთან უწევდა ამას ბრძოლა მათ შორის ძალთა რომელიც იმ პერიოდში რუსეთის იმპერიის ნარჩენებზე იყო ასე ვთქვათ წარმოდგენილი უკვე გაწითლებულ რუსეთში ბოლშევიკურ რუსეთში ხოლო რაც შეეხება 1921 წელს როდესაც მოხდა საქართველოს ოკუპაცია და მათ შორის აფხაზეთის ტერიტორია ამის შემდეგ უკვე ერთგვარად ახალი პერიოდი დაიწყო, იმიტომ რომ აფხაზეთმა რაღაც პოლიტიკური სტატუსი მიიღო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ცოტა ისეთი უცნაური სტატუსი, აფხაზეთი თავიდან იყო როგორც მოგეხსენებათ, ისეთივე საბჭოთა რესპუბლიკა, როგორც საქართველო, ოღონდ აფხაზეთის რესპუბლიკა რაღაცა ერთგვარ შეთანხმებაში იყო, კონტრაქტი ჰქონდა ერთგვარი გაფორმებული საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკასთან და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა, ოღონდ ანალოგიური სტატუსი ჰქონდა მას. თუმცა 30-იან წლებში ეს ვითარება შეიცვალა, აფხაზეთმა კვლავ ავტონომია მოიპოვა და ეს რაღაცა შემდეგ საბჭოთა პერიოდში გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევდა. ეხლა საბჭოთა პერიოდში მოსკოვის ხელი საკმაოდ ძლიერი იყო და ეს უკმაყოფილება რაც არსებობდა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში, ეხლა ცენტრის ხელისმეც ძალიან მკაცრად კონტროლდებოდა. და იმის გამბედობა არავის არ ქონდა ეხლა რომ ძალიან ღიად გამოსულიყო ეხლა და ბიარაღი დაეჭირა ხელში თავის ინტერესების დასაცავად, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აი 50-იან წლებში 60-იან 70-იან წლებში ჩვენ გვაქვს ეხლა შემთხვევები, როდესაც ასე ვთქვათ ეს აფხაზეთის საბჭოთა ავტონომიურ რესპუბლიკაში იყო გარკვეული სეპარატისტული გამოვლენები, რომლებიც ითხოვდნენ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკიდან გამოყოფას და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკებში შეერთებას ავტონომიური სტატუსით. ასე რაღაცა საბჭოთა პერიოდში ეს დაგროვილ უკმაყოფილება შემდეგ 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც საბჭოთა კავშირში გარდაქმნის ეპოქა დაიწყო, გარდაქმნა საჯაროება, ეს პერესტროიკა გლასნას, ესე რომ ვთქვათ, ასე ვთქვათ რუსულად ეს და ცოტა მოსკოვმა ცოტა ჭანჭიკები მოუშვა, შეარბილა ესეთ მკაცრი ხელით კონტროლი ამ მიმდინარე პროცესების, ამან როგორც იცით, რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოში ეროვნული მოძრაობის გავღვება შეუწყო ხელი, მაგრამ ეს არა მარტო საქართველოში, არამედ ეს მოხდა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში, იქაც სადაც ეს რაღაც სეპარატისტული ტენდენციები შეინიშნებოდა, ხო? ამას შეიძლება განსაკუთრებით 70-იან წლებში შეუწყო ხელი, როდესაც აფხაზეთში იყო გარკვეული უკმაყოფილებები, მათ რაღაც საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უნდოდა და საქართველოს და
საბჭოთა რესპუბლიკიდან გამოსვლა, მაშინ სწორედ ეს კრიზისის მოგვარება იმით მოხდა, რომ სოხუმში გაიხსნა სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათ მიეცა ტელევიზია, ანუ რაღაცნა ეს საფუძველი ამ სეპარატიზმს შეიძლება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში რაღაცნაირად ჩაეყარა. ნუ ცოტა საკამთო საკითხებია შეიძლება ეს, მაგრამ ჯობია ვისაუბროთ, მე მგონი ამ თემებზე, რომ რაღაცა ამ დისკუსიისა და საუბრების შემდეგ, რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთება, რაღაც შეიძლება უფრო ობიექტური ჭეშმარიტო მე ვფიქრობ, რომ დავადგინოთ, იმიტომ რომ თავად ჩვენი სოდნაც ამ საკითხებზე კარგი არაა, იმიტომ რომ იცით რომ ადამიანს საბჭოთა საქართველოს ისტორია ესე კარგად არ ვიცით. ნუ ბოლოს 30 წლის ისტორიას ვფიქრობ, რომ არც ესე კარგად ვიცით, მაგრამ საბჭოთა ისტორიის შესახებ მე მგონი კიდევ უფრო ნაკლები ცოდნა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ასე რომ ამ საბჭოთა პერიოდში დაგროვილმა ეს უკმაყოფილმა 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც უფრო გაიხსნა და შედარებით უფრო მეტი თავისუფლება იყო საბჭოთა კავშირში, თავად აფხაზეთის ავტონომურ რესპუბლიკაშიც გასაქანი მისცა ამ სეპარატისტულ განწყობებს და დაიწყო რაღაცა უკმაყოფილებები, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხოლო როდესაც უკვე საბჭოთა კავშირი დაინგრა, ამან რაღაცნაირად ამოხეთქა. ძალიან მალე თავად რუსეთშიც გააცნობიერეს, რომ რუსეთი კარგავდა კონტროლს ამ ყოფილ მოძმე რესპუბლიკებზე, საჭირო იყო ამ კონტროლის მექანიზმების აბრუნება და გავლენების ზოგან შენარჩუნება, ზოგან რაღაცა დაბრუნება, იმიტომ რომ საბჭოთა რესპუბლიკები გადიოდა რუსეთის გავლენის სფეროდან, მაგრამ ეს სწორედ მე-19 საუკუნეში, განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში საბჭოთა კავშირის შექმნის დროს ჩადებული, ასე ვთქვათ, როგორც ხშირად ვიზარდ ნაღმები, ამოქმედება დაიწყეს, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ეს სწორედ ეს ეთნიკური ნიადაგის შექმნილი რესპუბლიკებიც რუსეთის დახმარებით გამოფხიზდნენ მათი ხედვით, იმ კუთხით, რომ მათ დაიწყეს სეპარატისტული განცხადებების გაკეთება, სეპარატისტული ნაბიჯების გადადგმა და საქართველოშიც ხა ამ პერიოდში რართული ვითარება იყო, ჯერ ჩვენ რაღაც სამოქალაქო ომში ჩავერთეთ, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ამის პარალელურად ხდებოდა ცხინვალის რეგიონში დაიწყო ჯერ კონფლიქტი, ანუ აფხაზეთი ეს არ იყო პირველი სისხლიანი დაპირისპირება საქართველოს ტერიტორიაზე, ჯერ თავად საქართველოს სხვა რეგიონებში იყო სამოქალაქო ომის სახით წარმოდგენილი, შემდეგ ცხინვალის ომში დაიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ ცხინვალის ომი როცა 92 წელს დასრულდა, ძალიან მალე უკვე ეს ყველაფერი დაიწყო აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს გარკვეული დაპირისპირებები უკმაყოფილება უკვე არსებობდა თბილისსა და სოხუმს შორის. გარკვეული კომპრომისები გადაწყვეტილებებიც იქნა სხვათა შორის მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზები 1999 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის მხოლოდ 17%-ში ადგენდნენ. იმის გამო რაღაცნაირად სიტუაცია დარეგულირებული კრიზისი გადაწყვეტილი იყო, მათ მიეცათ უფლება, რომ თანამედროვე ენით რო თქვა ადგილობრივ პარლამენტში მოსახლეობას, რომელსაც რაოდენობა იყო 17% ავტონომურ რესპუბლიკაში 65 კაციდან 28 კაცი ყოლოდა დეპუტატი, 26 დეპუტატი ყავდა ეთნიკურად ქართველებს, რომლებიც რაოდენობით გაცილებით მეტნი იყვნენ და 11 ყავდათ დანარჩენი ეთნიკურ ჯგუფებს წარმოადგენელი, ხო? ეხლა ერთ შეხედვით შეიძლება სამართლიანი არ არის, იმიტომ რომ რაღაცა მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად არის სახებოდა ესა და ინტერესები არ იყო, მაგრამ ასე ვთქვათ, აფხაზური სეპარატიზმის დასაწყნარებლად, დასაშოშმინებლად ვითარების ესეთი კოტირების სისტემა იქნა მაშინ შემოღებული და 17% მოსახლეობისა პრინციპში განაგებდა იქ ასე ვთქვათ პოლიტიკურ ვითარებას. ამან შემდეგ გარკვეული დაპირისპირება გამოიწვია ქართულ და აფხაზურ დეპუტაციას შორის და შემდეგ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი შეერაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, მაგრამ მანამდე ამას ჰქონდა რაღაც წინაპირობები, მანამდე იყო აფხაზის ტერიტორიაზე ხდებოდა სატრანსპორტო კვანძებზე, რკინიგზის ხაზზე, რაღაც ტრანსპორტირებული ქონების დატაცება და სწორედ ოფიციალურად თბილისმა მაშინ სწორედ ამ მოტივით, რომ საჭირო იყო სათანადო კვანძების დაცვა, შეიყვანა შეერაღებული ძალები ამ ტერიტორია აფხაზეთის ტერიტორიაზე. რომელი წელი იყო? ეს არის 1992 წლის 14 აგვისტო, როდესაც შეერაღებული ძალები შევიდნენ, ამას მოყვა საფასურო ცეცხლის გახსნა აფხაზური მხარესთან და ეს ნიშნავდა, რომ ომი დაიწყო. ნუ ომის შემდეგ 1993 წლის სექტემბერში დასრულდა. ჩვენც ახლა 27 სექტემბერი ომის დასრულება, როდესაც სოხუმი დაეცა, მაგრამ აფხაზეთში 30 სექტემბერს აღნიშნავენ როგორც გამარჯვების დღეს, როდესაც მათი მხრიდან სოხუმის აღების შემდეგ ისინი ენგურის საზღვარზე გავიდნენ და დააფიქსირეს დღევანდელი ეგრეთ წოდებული საოკუპაციო ხაზი. მაშინ მხოლოდ კოდორის ხეობის გარდა მთელი ასე ვთქვათ კონტროლი დამყარებული იქნა აფხაზის სეპარატიზმად, რომელსაც ამაში ეხმარებოდათ ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, მათ 14 აგვისტოს დაიწყო, მეორე დღესვე მოხდა სხვათა შორის მობილიზება ამით და ეს 15 აგვისტო მოხალისეთა დღეთაც აღინიშნება აფხაზეთში განსაკუთრებით პომპეზურად, ჩამოდიან მოხალისეები და ამას აღნიშნავენ ხოლმე და რა თქმა უნდა რუსეთის შეერაღებული ძალების ხარდაჭერა იყო ამაში საკმაოდ დიდი, რომელსაც ისინი უარყოფდნენ თავიდან, რა თქმა უნდა, არ ამბობდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი მტკიცებულებაა იმისა,
რომ რუსული შეიარაღებული ძალები ჩართული იყვნენ აქ როგორც ასე თქვა ცოცხალი ძალის ხვით, ავიაციის კუთხით, იყო დესანტის გადმოსხვის შემთხვევების, იარაღის მიწოდების ხვითაც, ხო? ისინი, თუმცა ეს პერიოდი, როდესაც ისინი რაღაცნაირად შეიარაღებით ქართულ მხარესაც რაღაცნაირად ეხმარებიან, ისე რუთიანი კონტექსტი როგორ რუთიანი ყარაბაღის ომში რაღაც ნაწილი სომხეთს ეხმარებოდა შეიარაღებული ძალებისა რუსეთისა, რაღაც ნაწილი აზერბაიჯანს ეხმარებოდა, ხო? ანუ ეს რაღაცა იმპერიოში ჯერ რუსეთის ქაოსია, ხა ჩვენ თლად პუტინის რუსეთი არ არის, იმდენი რუსეთი არის ისეთ ქაოსი, ეკონომიკური ქაოსია, პოლიტიკური ქაოსია. პრეზიდენტ ელცინი ასე ვთქვათ, უპირისპირდება სხვა პოლიტიკური ჯგუფებს, რაღაც სხვა შეიარაღებული ჯგუფებს და უშროების სექტორის წარმომადგენლებს და დიდი გაურკვევლობა ამასთან დაკავშირებით. სხვათა შორის ამ მხრივ ანდრეი კოზირევის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო, სადაც მან ამ ომთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო განცხადებები გააკეთა. ამას აფხაზეთში მანდამაც ისე დიდი გამოხმო, რომ ჩემი დაკვირვებით არ მოხვედრა, იმიტომ რომ არასასიამოვნო რაღაცები თქვა, მან პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენ უფრო ელცინი და კოზირევის ლიბერალური ნაწილი რუსეთის იმდენი მთავრობისა დაინტერესებული იყო რომ რაღაცა კონფლიქტი გადაწყვეტილი იყო და აფხაზ და ქართულ მხარეს ეს ისხენ დაპირისპირება შეეჩერებინა, მაგრამ რუსი სამხედროები ამაში რაღაცნაირად აქტიურად ჩაერთვენ და ყველაზე არასასიამოვნო ალბათ აფხაზური მხარეს ის იყო, რომ პირდაპირ თქვა, რომ ვლადისლავ არზიმა, რომელიც ამ აფხაზურ სეპარატიზმის მამაა აფხაზეთში და პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი, მან თქვა, რომ ის გაუშვეს მოსკოვიდან პირდაპირ იქა ამ საქმის შესასრულებათო უშროების, ხო, დავალება შეასრულა მანო, იმიტომ რომ ის აფხაზეთში არ დადიოდაო, ეს საინტერესო რამეს ამბობს, მას მოსკოვური აქცენტი ჰქონდა, რუსულსაც კი მოსკოვური აქცენტით ლაპარაკობდა, რანაირი ვიქაური იყო რა. და ესე რაღაც ღია თქვა, ესა და ჩვენეთ ძალიან არ მოგვეწონა, მე რაღაც არ ვხვდებოდი, არც ვესალმებოდიო რა, რაღაცა უკმაყოფილება იყო მას, იმიტომ რომ არც იმა ასე თქვა, სიტყვა გატეხა მის წინაშე, ელცინისა და კოზირევის წინაშე, მაგრამ იმძლავრა სხვა დაჯგუფებმა, უფრო მაგალ პაველ გრაჩევი, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო, ძალიან ცნობილი გამონათქვამებითაა ცნობილი საქართველოს შესახებ, რაღაც ჩვენ რო დაგვაბრალა რუსული ასე ვთქვათ ბომბამჩენი ჩამოგდება ქართველმა შეღებეს და მე ჩამოაგდესო ძალიან ცნობილი ამბავია ესა. ნუ თავიდან მალავდა ამას პაველ გრაჩოვი, რომელიც ესეთი ცნობილი ფიგურა მე საქართველოსში ჩამოდიოდა და ვარდიკო ნადიბაიძე, რომელიც რუსების რეკომენდაციით დაშლილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო, მასთან ნათელ მირონობაც კი აკავშირებდა. ნუ ესე პერიოდში ცხოვრობდით მაშინ 90-იან წლების დასაწყისში. და ამ ომში ახლა რუსეთის სხვათა შორის საინტერესო რაც არის, რომ ერთგვარ შუამავალიც იყო მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად ეხმარებოდა სეპარატისტებს და ამის რაღაც მტკიცებულებებიც უკვე არის და უკვე ეს არ არის მანდამე დიდი საიდუმლო ინფორმაცია. რამდენიმეჯერ იყო ცდელობა, ომის დაწყებიდან საკმაოდ მალე სხვათა შორის 1912 წლის სექტემბერში იყო პირველი ცდელობა, მაგრამ ეს მეორე მხარის მიერ დაირღვა მაშინ და ჩვენ თორემ მაშინ გაგრა დავკარგეთ და რაღაც მიმდებარე რაღაც ტერიტორიების შემდეგ იყო უკვე 1993 წლის მაისში იყო მორიგი შეთანხმება, როდესაც მოსკოვში კიდევ ერთ შეთანხმება დავდეთ, რომ ეს რაღაც წელი შეწყვეტა მომხდარიყო ძალები უნდა გაგვეყვანა, მაგრამ აქაც მოტყუებული დავჭით ტრადიციულად როგორც შვება ჩვენი ასე ვთქვათ რუსული მხარე, იქიდან მოყოლებული მე ვფიქრობ დღემდე და შემდეგ იყო თორსტების იყო ივლისი, როდესაც მესამე უკვე საბოლოო შეთანხმება დაიდო, ამაში შეთანხმებას აფხაზებიც იყვნენ უკვე ჩართულები, წინა იყო რომ მანაც მოსკოვი და თბილისის შორის იყო, მაგრამ ამაში აფხაზებიც იყვნენ ჩართული და კიდევ ერთხელ შევთანხმდით, ასე ვთქვათ, ძალებს გავიყვანდით, რაღაცა იარაღს გავიტანდით იქიდან და რაღაც კონფლიქტის გადაწყვეტისკენ წავიდოდი, მაგრამ აქაც ჩვენ საბოლოო ჯამში მოტყუებულები დავჭით, რასაც მოყვა საბოლოო ჯამში სექტემბერში სოხუმში მასირებული იერიში და რამდენიმე დღის შემდეგ, სადღაც 10 დღე დაჭირდათ მათ, რომ 27 სექტემბერს შესულიყვნენ იქ რაღაცა სოხუმში აიღოთ ესა. ეს შეთანხმებები რუსეთის მედიაციით იყო? კი, რუსეთი იყო აქტიური მონაწილე ამაში, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ იმას. რუსეთის შუამავალი, რუსეთის ფიქრობ და ის ნეიტრალური შუამავალია. უფრო მეტიც ის კონფლიქტ დასრულების შემდეგაც ნეიტრალური შუამავლის როლს ასრულებდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა რაღაცა სიმპათიები სეპარატიზების მიმართ და ეხლა მათი ჩარევის შედეგად მოხდა ეს ყველაფერი. ხო, ახლა პაველ გრაჩოვი ახლა განცხადებებს აკეთებდა, რუსული ძალები ამაში ჩართული იყვნენ, ყველა მიცის, ახლა დღეს მით უმეტეს ახლა ხო, როდესაც ეს რაღაცა წყაროებზე მეტად მოგვეპოვება ინფორმაცია და რაღაცა უფრო მეტი გავიგეთ ამ მომის შესახებ. თუმცა ფიქრობ ამაზე კიდევ უფრო მეტი შესასწავლია რაღაცა ბევრი ნიუანსი ამასთან დაკავშირებით. თუმცა ახლა იყო გარკვეული ფრთა თავად ელცინის კარზე, რომელიც ფიქრობდა, რომ შეწყვეტილი იყო ეს რაღაცა ერთიანი ქართული სახელმწიფო უნდა ამდგარიყო, იმიტომ რომ როგორც ახლა ელცინის რო ცოტა ქაოსი იყო თავისი ხელისუფლებაში, ეკონომიკური კოლაფსი იყო 90-იან წლების დასაწყისში, იქ რაღაც კომუნისტები მოძლიერდნენ, იქ რაღაც პარლამენტს ებრძოდა ელცინის და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
და საბოლოო ჯამში ეს ლიბერალურთა დამარცხდა, იმიტომ რომ სრული კოლაფსი იყო სახელმწიფოებრივი, ეს გავლენები დაიკარგა არა მარტო ქვეყნის გარეთ, არამედ შიგნითაც, ხო? ჩეჩნეთის ომი პირველი და მეორე ამის კარგი მაგალითია, ხო? როდესაც ეს მოსკოვი ვერ აკონტროლებდა საკუთარ ტერიტორიებს, ეხლა ჩეჩნეთში მოხდა ომი, თორე დანარჩენ რეგიონებში ეს ომი არ მოხდა, მაგრამ იქ იგივე თათრეთი ავიღოთ, ბაშკირეთი ავიღოთ, ისინი ფაქტიურად, ესეთი ძალიან დიდი ახლა დამოუკიდებლად სრულად შეიძლება ვერა, მაგრამ ძალიან დიდი გავლენით სარგებლობდნენ და მათი დამოუკიდებლობის ხარისხი რუსეთის შემადგენლობაში საკმაოდ მაღალი იყო. ცნობილი ფრაზაა ესეთი ელცინის, რომ ვისაც რამდენი სუვერენიტეტის აღება შეგიძლიათ, იმდენი აიღეთ. აქ დამოუკიდებლობა არ იგულისხმებოდა, მაგრამ ვისაც რამდენი შეგიძლიათ, იმდენი დონეზე მართეთ თქვენი თავიო. ეს მათი აქციისთვის ნიშანიც იყო და იცით 96 წელს როცა ელცინის მეორჯერა არჩევა მოხდა, მისი მთავარი კონკურენტი სულ კომუნისტები იყვნენ, რა ქვეყანა ფაქტობრივად გადასარჩენი იყო და მაშინ ასე ვთქვათ ოლიგარქების გადაწყვეტილებით მათ სრული მობილიზაცია გამოაცხადეს დაუჭირეს ელცინს, იმიტომ რომ კომუნისტების ხელისუფლებაში დაბრუნება არავის არ უნდოდა. მაგრამ 96 წლის შემდეგ ელცინს ახლა ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და კიდევ უფრო დასუსტდა რუსეთი, რამაც საბოლოო ჯამში ვლადიმერ პუტინი მოიყვანა ხელისუფლებაში, ხო? თუმცა ეს უკვე სხვა თემაა. მაგრამ ახლა ომის დასასრულიდან სწორედ პუტინის მოსვლამდე ძალიან საინტერესო პროცესები მიდიოდა ამ კონფლიქტთან დაკავშირებით და რუსეთის როლი როგორი იყო, ხო? ზოგადად რუსეთის როლმა ტრანსფორმაცია განიცადა 93 წლიდან დღემდე და მე პირობითად გამოვყოფ ახლა ეს 4 ეტაპია და მე ნელა შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ ჯერ მოდი რაღაც პუტინამდე პერიოდი ვისაუბროთ, ხო? 93-დან 2000 წლამდე რუსეთი თავის თავს წარმოაჩენდა როგორც ნეიტრალური შუამავალი, რომელიც დაინტერესებული იყო კონფლიქტის მოგვარებაში. ის აგრძელებდა ამ ძალიან აქტიურად შუამავლის როლს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ოკუპაციის ხაზი იყო უკვე გავლებული, დსთ-ის სამშვიდობო ძალები იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ დსთ-ის სამშვიდობო ძალები პრაქტიკულად იყო რუსული სამშვიდობო ძალები, იქ ეთნიკურად ძირითადად რუსები და რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, და შეიძლება იყო რაღაც ერთეული გამონაკლისები. ეხლა ომი რო დასრულდა, ხო ძალიან საინტერესო ის არის, რომ საქართველოს ძალიან მალე შევიდა დსთ-ში, დამოუკიდებელ სახელმწიფო თანამეგობრობაში, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ერთგვარი ახალი გაერთიანება იყო, უფრო რბილი ფორმის საბჭოთა კავშირი, სადაც რუსეთს უნდოდა რომ საკუთარი ძველი, ასე ვთქვათ, მოძრავი რესპუბლიკები გაერთიანებდნენ და მათზე განეხორციელება განვნა. თუმცა დსთ-ში გაწევრიანების შემდეგ ჩვენ, ასე ვთქვათ, რუსეთთან კვლავ დაახლოების პროცესი დაიწყო იმ პერიოდში, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, მაშინ საქართველოში ამდენი ძალოვანი მინისტრი სოლეთ მოსკოვის რეკომენდაციით დაენიშნა, მუშრობის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, პრაქტიკულად მათი განვენის ქვეშ იყო, მაგრამ როცა დამარცხდები ომში რაღაც დიდი არჩევანიც მაშინ არ ქონდა. დსთ-ში შესვლას რომ ამით იყო განპირობებული, იმიტომ რომ თავის დროზე დსთ-ში ჩვენ არ გავწერებთ, როდესაც დაფუძნდა დამოუკიდებელ სახელმწიფო თანამეგობრობა, საქართველოს ამის პირველი წევრი არ ყოფილა. სწორედ ამ ომის შედეგად, სოხუმის დაცემის შემდეგ გავხდით ჩვენ იძულებული რომ ამ ორგანიზაციაში გავწერილიყავით, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ ქონდა. საინტერესო რა არის ხა რუსეთის სულთან დაკავშირებით 1996 წელს დსთ-მ სანქციები დააწესა სეპარატისტულ აფხაზეთს. იქ კავშირების დამყარებაზე, ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობებზე. ანუ თავად რუსეთიც იყო ამ სანქციების მონაწილე და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აფხაზეთი იყო ფაქტობრივად იზოლირებული, მათ შორის რუსეთის მხრიდანაც. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ამ ომში რუსეთმა მხარი დაუჭირა სეპარატისტებს, მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ სამხედრო ჩარევის გზით, შემდეგ, როდესაც საქართველოს რაღაცა დსთ-ში შევიდა, რაღაცა რუსეთთან ურთიერთობის დაალგება იწყებოდა, ხო, იმ პერიოდში სანქციების მონაწილე იყო ისა და აფხაზეთში იმ პერიოდში ძალიან ჭირდა ცხოვრება. და იმიტომ რომ კი მე არ გამოვირიცხავ იმას რაღაცები შედიოდა ფსოუდან, მათ შორის საქართველოს ტერიტორიიდან, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლებული ტერიტორიიდან და ფსოუდანაც შედიოდა რაღაცები, მაგრამ ეს არ იყო სრულყოფილი ეკონომიკური ურთიერთობა. რუსეთის ოფიციალური პირობები არ ურთიერთობდნენ სეპარატისტული აფხაზების ლიდერებთან, თუმცა იყვნენ გამონაკლისები, მაგალითად მოსკოვის ძალიან ცნობილი ნაციონალისტი მერი იური ლუშკოვი, რომელიც ეხმარებოდა მათ. იყვნენ ცალკეული რუსეთის ოლქების მხარეების ლიდერები, რომლებიც საკუთარი ინიციატივით შეიძლება მოსკოვის, ასე ვთქვათ, ფარული მხარდაჭერითაც ახორციელებდნენ ამ მხარდაჭერას, ხო? და ბუნებრივია, ხო, სრულ იზოლაციაში აფხაზეთი ვერ გადარჩებოდა, ხო? რაღაც ესეთი გარეთანმიმდევრული კავშირები მათ შორის არსებობდა. ეხლა ეს არის პერიოდი ელცინის მმართველობის პერიოდში, როდესაც მოხდა მართლა ისეთი უნიკალური შემთხვევა იმ პერიოდისათვის,
ომის დაწყებიდან 5 წლის თავზე 1997 წლის 14 აგვისტოს თბილისში ჩამოვიდა სეპარატისტების ლიდერი ვლადისლავ ვარძიმბა, რაც მართლა ბევრთვის შოკი იყო, არავინ არ ელოდა ამას, მათ შორის აფხაზეთში ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ამას, იმიტომ რომ მათ ასე ვთქვათ შიში ჰქონდათ, რომ აი თბილისში მისი ჩასვლა ნესტორ ლაკუბას თბილისში ბერიასთან ჩასვლა შეადარეს 30-იან წლებში, როდესაც ესე გავრცელებული მოსაზრებით ბერიამ ნესტორ ლაკუბა მოწამლა და ამის შედეგად გარდაიცვალა ეს როგორც ამბობენ. ეს ბოლომდე არ არის ეს დამტკიცებული, მაგრამ დიდი ეჭვები ამასთან დაკავშირებით. ამასთან გააკეთეს ანალოგია, მაგრამ არძიმბას თავდებს ჩაუდგა ევგენი პრიმაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთისა, რომელიც ელცინის დავალებით ითავა ეს მოლაპარაკებები, ის ჩაფრინდა სოხუმში და სოხუმიდან ჩამოვიდა თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ მხარებს უნდათ რომ პრიმაკოვის დასწრებოდა მოლაპარაკებებს, პრიმაკოვი თქვა, არა, თქვენი ლაპარაკეთ ერთმანეთში და მე ასე ვთქვათ, სხვა ფორმატში მეც დაგელაპარაკებითო. არძიმბა და შევარნაძე პირისპირ ლაპარაკობდა ამის შესახებ, მართლა ერთხელ ძალიან უცნაური იყო ომის დაწყებიდან რაღაც ომის ტრამვები ჯერაც არ იყო მოიშვებული, თან სიმბოლურ თარიღს მოხდა ეს ომის დაწყების დღეს მოხდა, რაც საინტერესო იყო. იყო სხვაებიც იყო დელეგაციაში, დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს, იქ იყო რაღაც ეკონომიკურ კავშირებზე, დევნების დაბრუნებაზე, ენერგოსაკითხებზე საუბარი. ახლა ამ ვიზიტის შედეგად რაღაც კონკრეტული შედეგები არ დამდგარა, მაგრამ აჩვენა მხარეების ზაობა, რომ მათ რაღაც მოლაპარაკება შეეძლოთ, ხო, ერთმანეთში და განცხადება გავრცელდება, რომ მხარეები ასე ვთქვათ, ძალის გამოყენებას არ დაუშვებდნენ, უარს ამბობდნენ ასე ვთქვათ, სამომარი მდგომარეობის განახლებაზე და გამოთქვამდნენ ატყოფას, რომ რაღაც ეს ურთიერთობები გაგრძელდება. რაღაცა სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმება მემორანდუმი არ ყოფილა. მას ჰქონდა განცხადების ფორმა. ეს საკითხი თვითონ მან ეს კარგად არა, ღია წყაროებში რო შეხვიდეთ, ხო, მანდ ბევრი ინფორმაცია ამ საკითხზე ვენახოთ ამ შეხვედრის შესახებ და ძალიან საინტერესო ფაქტი იყო, იმიტომ რომ ამას შემდეგ მოხდა დე ფაქტო პრემიერის სერგეი ბაღაფშის თბილისში ვიზიტიც, რაც ამ ვიზიტით ასე ვთქვათ გაგრძელება იყო. შემდეგ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალა ცოტა ხანში, იმიტომ რომ 1998 წლის მაისში ცნობილი გალის მოვლენები იყო, ზოგჯერ გალის ომსაც ეძახიან, როცა 5 დღის განმავლობაში ქართულ და აფხაზურ ძალებს შორის რაღაც დაპირისპირება იყო, ამან გალში მსხოვრები დევნილების ქართველი ეთნიკური ქართველების გამოდევნა გამოიწვია ხელახლა, რომელიც შემდეგ ხელახლა დაბრუნდა, მაგრამ იმ პერიოდში მოხდა მათი გამოდევნა იქიდან ხელახლა მეორეჯერ. და ამან რაღაცნაირად დობა შეარყია მხარეებს შორის. მოკლედ ელცინის მმართველობა რო შევაჯამოთ ამ ქართულ აფხაზურ ურთიერთობებში და ზოგადად თუნდაც რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელცინი მიუხედავად იმისა, რომ ელცინის სამხედროები უშუალო სექტორის წარმოადგენლები რაღაცნაირად უფრო სეპარატისტების მიმართ უფრო კეთილგანწყობილი იყვნენ, პოლიტიკურ დონეზე მაინც აჩვენებდა თავს, რომ ის იყო ნეიტრალური შუამავალი ამაში და ცდილობდა რაღაცნაირად მოიგوارებინა ეს საკითხი. ვითარება იცვლება 2000 წლიდან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცნაირად კონფლიქტთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკის ტრანსფორმაციის მეორე ეტაპია. 2000 წელს ხელისუფლებაში მოვიდა ვლადიმერ პუტინი, რომელმაც დაიწყო რუსეთის აღორძინება, მუხლებზე დაჩოქილი რუსეთის ფეხზე წამოყენება, ამაში მას დაემხმარა ნავთობზე და გაზზე მაღალი ფასები. დაიწყო მან წესრიგის დამყარება თავად რუსეთში, მედიის კონტროლი, ოლიგარქიების გაკონტროლება და მას, ასე ვთქვათ, დაუბრუნდა ეს საერთაშორისო ამბიციები, რომელიც საბჭოთა პერიოდში არსებობდა, ხო? მაგრამ პარალელურად უკვე ჩვენ ხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მმართველობის პერიოდში ჯერ კიდევ აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, სულობენ კვლავ ნეიტრალურ შუამავალის როლი შეასრულონ, შეინიშნება უკვე გარკვეული ნიშნები, რომ მოსკოვის პოლიტიკაში რაღაც იცვლება. რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეს არ მომხდარა, ამას რაღაცნაირად დრო დაჭირდა, მაგრამ რა ნიშნები იყო და ინდიკატორები იმისა, რომ პუტინის პოლიტიკა ელცინის პოლიტიკასთან პოლიტიკისგან უკვე განსხვავდებოდა, ხო? პირველი ჩვენ რაც შევამჩნიეთ ეს იყო, რომ სარკინიგზო ხაზის აღდგენა დაიწყეს და სოხუმის მიმართულებით პირველი სამგზავრო მატარებელი გავიდა, ხო? რაც ნიშნავდა იმას, რომ საოკუპაციო ხაზზე, რომელსაც არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლება და მათ შორის რუსეთის ფორმალურად არ აღიარებს, ამ გზავრთა გადაადგილება დაიწყო. ანუ დსთ-ს რო ქონდა დაწესებული სანქციები, ეს სანქციები მოიხსნა. ნელ-ნელა იწყება ამის ზღვევა, რა თქმა უნდა. ანუ ოფიციალურად არ იყო მოხსნილი, მაგრამ ამის ზღვევა იწყება. ყველაზე დიდი ნიშანი იმისა, რომ რუსეთის პოლიტიკა იცვლება, ეს ყურებს 2 წელს დაწყებული პროცესი.
2002 წელს რუსეთმა დაიწყო ეგრეთ წოდებული პასპორტიზაცია. არა მარტო აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პრორუსულად განწყობილ ადამიანებზე, ეთნიკურად რუსებზე და აი ეგეთ სეპარატისტულ რეგიონებში, მათ შორის დნესტრისპირეთშიც, დაიწყო რუსული პასპორტების გაცემა. ანუ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც არის სეპარატისტული რესპუბლიკა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი მასზე ვერ ცოლდება, რუსეთი აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაიწყეს პასპორტების გაცემა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდიკატორი იყო იმისა, რომ რაღაცა კი არა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა იცვლება რუსეთის პოლიტიკაში. რამდენიმე წელიწადში უკვე აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ფლობდა უკვე რუსულ პასპორტს. ანუ ეს საბოლოო ჯამში შემდეგ რეტროპერსპექტიულად რო შევხედოთ ამას ყველაფერს, ხო? რუსეთმა ისთვის გამოიყენა, რომ მან დაიცვა საკუთარი მოქალაქეები, რომელსაც რუსული პასპორტი ჰქონდა, ხო? ეს გამოიყენა ცხინვალის რეგიონში, უკრაინის შემთხვევაში გამოიყენა 2014 წელს და შემდეგ უკვე 2022 წელს, სადაც ის ცდილობს ეთნიკური რუსების და რუსეთის მოქალაქეების დაცვას, ხო? ამიტომ მსგავსი შიშები ჩრდილოეთ ყაზახეთთან მიმართებაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ესტონეთში და ლატვიაში, სადაც ეთნიკური რუსები ცხოვრობენ, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები. საბჭოთა ქვეყანაში არის ეს პრობლემა და დღესაც აი ბალტიის ქვეყნებში არის საუბარი იმაზე, რომ აი ეთნიკური რუსების უფლებებს არ იცავთ და ამიტომ თითქოს რაღაც კაზუს ბელი არის მათთვის უნივერსალური, სადაც აი რუსულენოვანი რუსების დაცვის მიმართულებით შეიძლება რაღაცა. შემზადებული აქვს ყველგან ვითარება. აი 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ სექტემბერში მედვედევი მაშინ პრეზიდენტი იყო, მან საგარეო პოლიტიკის 5 პრინციპი გამოაქვეყნა, ისაუბრა ერთ-ერთი იყო, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეებს დაიცავენ ყველგან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. და ისინი სად არიან ძირითადად, ხო, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არიან, ხო? მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებში, როგორიცაა ესტონეთი და ლატვია განსაკუთრებით, ხო? მაგრამ ეს ყაზახეთში ძალიან საფრთხილოა, ეხლა ცოტა სხვა თემაა ეს, მაგრამ ჩრდილოეთ ყაზახეთში ძალიან ბევრი რუსი ცხოვრობს, სხვა რეგიონებში, მათ ჩრდილოეთ ყაზახეთში განსაკუთრებით, იქან ძალიან შიშობენ, რომ რუსეთმა შეიძლება ხვალ უკრაინაში წარმატების შემთხვევაში გადაწყვიტოს, რომ იგივე გააკეთოს ჩრდილოეთ ყაზახეთში, სადაც იძლევა მათი უფლებები. ასე რომ ეს უნივერსალისტური მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებული ეს ერთ დღეში არ გაჩენილა, ამას მომზადება ჭირდებოდა, ამის მომზადება დაიწყეს 2002 წელს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, როდესაც ადამიანმა მიიღეს რუსული პასპორტები და ამ რუსული პასპორტების შემდეგ გადაადგილების საშუალება მიიღო, ხო, ამ ხალხმა სანქციების რეჟიმს ნელა ირღვევა, იმიტომ რომ ხა პასპორტი ქონდა რუსეთში და გადადიოდა და მოგზაურობდა სადაც შეეძლო, ხო, სადაც რუსეთის მოქალაქეები მოგზაურობდა, ესე მოგზაურობდა ეს ადამიანიც, ხო. ამ პერიოდში კიდევ უფრო აქტიური გახდა რუსის საჯარო მოხელების ჩარევა ამ საკითხებში, იწყება განსაკუთრებით უფრო ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთში ნაკლებად, იმიტომ რომ აფხაზეთში უფრო ნაკლებად იღებენ რუსეთიდან მივლინებით ჩამოსულ მეთვალყურებს და კურატორებს. ცხინვალის რეგიონში ეს უფრო გავრცელებული პრაქტიკა იყო, მაგრამ სამხედრო სფეროში განსაკუთრებით და რუსი ჩინოვნიკები და რუსი სამხედროები ინიშნებოდნენ რაღაც ბევრი მიმართულებით, ხო? ასე რომ ეს ნიშანი იყო იმისა, რომ რუსული პოლიტიკა იცვლებოდა. ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე დაიწყო რუსეთმა ცხინვალის რეგიონში გასადენის მშენებლობა. ჯერ კიდევ რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ გასადენი, რომელშიც გაზპრომია ჩართული, გაზპრომის შვილობილი კომპანია, მან ააგო. კი ეს მილსადენი 2009 წელს ამოქმედდა. ომის შემდეგ, როცა მან აღიარა ეგრეთ წოდებული სამხედრო დამოუკიდებლობა, მაგრამ თავად მშენებლობის პროცესი ჯერ კიდევ 2006 წელსაა დაწყებული. თითქოს რაღაცა იცოდნენ, ხო? ხო, წინასწარ მზადდებოდა, ეხა თითქოს რაღაცა იცოდნენ, ეხა ჩვენ არ ვიცოდით, მაგრამ პუტინმა თავად გითხრა 2006-ში ან 2007 წლის ბოლოს აღარ მახსოვს ზუსტად, გეგმაო საქართველოს წინამდე ომთან დაკავშირებით უკვე მომზადებული იყო და ბეჭად დარწმული იყო ჩემს მიერო, ხო? ეხა ჩვენ რუსებს თუ კარგად მოვუსმენთ უფრო, ხო, და რუსი ექსპერტებს, რუს პოლიტიკოსებს ისინი ძალიან ბევრ რაღაცას ამბობენ. ჩვენ რაღაც საიდუმლო გონია დიდად, ისინი ასე ღიად საუბრობენ დღეს განსაკუთრებით იმ წარსულზე, ასე რომ მანდამაც დიდი კვლევაძიება ამასთან დაკავშირებით არ ჭირდება. არა მარტო ღიად, არამედ სიამაყითაც საუბრობენ. ხო, ამბობენ, რომ ისინი მუშაობდნენ ამაზე. კაცო, ეს მზად ქონდა დიდი ხნის განმავლობაში და ეს, საბოლოო ღიად ამოვრეს პასუხი იყო კოსოვოზე და ნატოს გაფართოებაზე, ხო? კოსოვოში და ბუქარესტის სამიზე იყო ერთგვარი რეაგირება, ეს ერთგვარი შეიძლება კიდევ უფრო დააჩქარა პროცესები. დააჩქარა, თორე შეიძლება თქვა კოსოვოს აღიარება რო არ ყოფილიყო დასავლური ქვეყნების მიერ და ეს ბუქარესტის სამდი შეიძლება ცოტა ხანი თავი შეეკავებინა რუსეთს ამისგან, მაგრამ როგორც პუტინმა გითხრა თავად და შეგვიძლია ჩვენ მას ვენდოთ 2007 წლის ბოლოსთვის მაქსიმუმ მათ უკვე დამტკიცებული გეგმა ქონდათ, ხო, საქართველოსთან ომის. ასე რომ პუტინის დროს უკვე ნათელია, რომ ეს პოლიტიკა მისი იცვლება, ის ვეღარ არის ნეიტრალური შუამავალი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთანაც არის რაღაცნაირი დიალოგი.
ჯერ კიდევ არის იმედი, რომ საქართველოს და რუსეთი მორიგდებიან რაღაც საკითხებზე, ხო? მაგრამ ეს არის პერიოდი, როდესაც საქართველოსზე ემბარგო დაწესდა, რაღაცა სავიზო რეჟიმი იქნა შემოღებული, დეპორტირებული იქნენ იქიდან რაღაც ქართველები, ხო? მაგალითად, გორში ხდება აფეთქება, ტერორისტული აქტები, რაც უკვე ცოტა სიახლე იყო ამიმართებით, ხო, რომელიც რუსიის სამხედროების ჩარევით განხორციელდა უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლებულ ტერიტორიაზე. Ну, საქართველოს ხელისუფლებაც იმ პერიოდში დგამს გარკვეულ ანტირუსულ ნაბიჯებს, ხო? იგივე რუსი ჯაშუშების დაკავება იყო, რომ ძალიან გააღიზიანა რუსეთი და ფაქტიურად ამაზე ძალიან ბევრი მერე შურზიების აქტი ჩაატარა ამ კუთხით და კიდევ უფრო დააჩქარა რუსეთის ასე ვთქვათ, ბალტიკ-ქართული პოლიტიკა განსაკუთრებით ოკუპირებულ რეგიონებში, მაგრამ ჯერ პოლიტიკა ყოველ შემთხვევაში ოფიციალურ დონეზე არ არის აღიარებული, აი პოლიტიკოს როცა უსმენ, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვაღიარებთ ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს და მის სუვერენიტეტს ამ რეგიონებზე, თუმცა საჭირო მოლაპარაკება და ჩვენ ერთადერთი რა შეგვიძლია შეგვიძლია რომ შრომავლები იყვნენ. მაგრამ მოვიდა 2008 წელი, 2008 წლის აგვისტოს ომი, რომელიც ახლა ვანდამეც აგვისტოში არ ყოფილა მარტო მანამდეც უკვე იქ რეალურად გარკვეული სამხედრო დაპირისპირება იყო და ვითარება მწვავდებოდა, უბრალოდ ის აგვისტოს დღეები იყო ერთგვარი პიკი და 12 აგვისტოს შეთანხმებას როცა მოეწერა ხელი სარკოზის შუამავლობით, საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით, ეს ომი პერიოდში დასრულდა, მაგრამ კონფლიქტთან მიმართებაში ახლა ყველაზე გარდამტეხი რაც იყო, რუსეთმა გადაწყვიტა ამ ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება და დამოუკიდებლობის აღიარება და 2008 აგვისტოს დიმიტრი მედვედევმა ამ ორი სეპარატისტული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. რაც ნიშნავდა პოლიტიკა სრულად იცვლებოდა, რუსეთს აღარ ჭირდებოდა ესე ფარული რაღაც დამალული მოქმედებები ცხინვალსა და სოხუმთან მიმართებაში. თუ აღიარო ეს არის თანასწორუფლებიანი ქვეყნები ვარ ჩვენ, მე აქედან მოსკოვი, იქ სოხუმი და ცხინვალი, დაიწყეს უკვე საელჩოების გახსნა დაიწყეს ერთმანეთის დედაქალაქებში, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა და ოფიციალური შეთანხმებები დაიდო, ხო, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც შემდეგ ცოტა უფრო სტრატეგიული ტიპის, ცოტა უფრო მოგვიანებით, მაგრამ სტრატეგიული ტიპის დოკუმენტების დადება მოხდა აფხაზეთსა და რუსეთს შორისსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთსა და რუსეთს შორის, ხო? და ნუ ასამდე ესე დიდი ხელშეკრულებაა გაფორმებული ახლა ორმხრივი რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის. ახლა 2008 წლის შემდეგ პრინციპში ყველაფერი შეიცვალა, იმიტომ რომ რუსეთი უკვე ოფიციალურად აღიარებს ამ რესპუბლიკებს, ოფიციალურად დაიწყო მათი ეკონომიკური მხარდაჭერა, სამხედრო ფინანსური მხარდაჭერა. მოდი დავიწყოთ სამხედრო თემით, ხო? პირველ რიგში უსაფრთხოება ამ რეგიონებისა მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული დღეს. რაში გამოიხატება ეს დამოკიდებულება? ხო, პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არის რუსული სამხედრო ბაზები. აფხაზეთში ეს არის რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და ცხინვალის რეგიონში ეს არის მე-4 სამხედრო ბაზა. ეს ორივე ბაზა საბოლოო ჯამში ექვემდებარება სამხრეთის სამხედრო ოლქს. რომელიც მოიცავს ჩრდილოეთ კავკასიას, სამხრეთ კავკასიას, აფხაზეთის ცხინვალის რეგიონი და სომხეთში გიუმრის სამხედრო ბაზა. ეხლა ბოლო პერიოდში უკრაინაში მიმდინარე ომის გამო სამხედრო ოლქი უფრო ისეთი დიდი ოლქი გახდა და ეს უკრაინაში ოკუპირებულ რეგიონებსაც მოიცავს. ანუ ეს არის ოლქი, რომელიც ძალიან ინტენსიურად არის ჩართული დღეს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში. ამის გამოა რომ სამხედრო ოლქის ხელმძღვანელობა ძალიან ხშირად შეიცვალა. 2002 წლიდან 4 ახალი მეთაური ყავთ ამ ოლქში. მაგრამ ეხლა წარმოვიდგინოთ ეხლა ანუ თეორიულად რო დაუშვათ სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, სწორედ მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზასთან მოუწევს საქართველოს დაპირისპირება თუ რაღაცა შეერაგებული დაპირისპირება მოხდა, ხო? ამ ორი ბაზის არსებობა მნიშვნელოვანია. მაგრამ ეხლა ამ ბაზაში 2008 წლის შემდეგ იყო 2009 წელს მოხდა ამ ბაზების უკვე კომპლექტაცია, სრულად აღჭურვა. 4500-მდე კაც უხეშად რო ვთქვათ, ეხლა რთულია ახლა ზუსტი მონაცემები ცოტა, მაგრამ როგორც ვთქვით 4-დან 4500-მდე ადამიანი იყო ამ სამხედრო ბაზაზე გალოგებული. ბოდიშ სანამ გავაგრძელებთ, თვითონ ხელშეკრულება, რასაც მოეწერა ხელი 12 აგვისტოს, ხო ითვალისწინებდა რუსული ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გასვლას? მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლასაც ხო ითვალისწინებდა? ნუ ახლა ითვალისწინებდა კი, კარგი შეკითხვა, მაგრამ ახლა რუსეთმა ინტერპრეტაცია გააკეთა ესე როგორც მასურდა, ჩვენგან მოითხოვა ამის შესრულება, ჩათვალიერების გამარჯვებული იყო, როგორც უნდა ესე დაადგენდა. ნუ სემა ღია თქვენს, რომ რეალობა შეიცვალა. სხვა რეალობაში ვარ. ჩვენ უკვე ვაღიარებთ ამ დამოუკიდებლობას და იქ როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკვე ისე წარმოაჩინა ყველაფერი და ნუ ახლა ვთქვა, ახლა რუსეთს რა ვიცი, მე მგონი ახალი ამბავი არ არის ახლა მანდამეც რუსეთ შეთანხმების პატივისცემა, ეს მისი ასე ვთქვათ, ხელწერა არ არის. მას შეუძლია ამის დარღვევა, თუმცა ამ დარღვევის ინტერპრეტაციას ისე გააკეთებს, რომ საკუთარ თვალს შეეცდება, რომ მართალი გამოიყვანოს, ხო? და ამ შემთხვევაში
ის ესე იყო კი ღია წერია რომ აი ომამდე სადაც იყო იქ უნდა დაბრუნებული იყო რუსული არმია ამდე არ გააკეთეს ხა ხო ომამდე რა იყო ეს მნიშვნელოვანია ვთქვათ რომ რუსული სამხედრო ძალები როგორ იყვნენ წარმოდგენილი ცხინვალის რეგიონში 2008 წლამდე იყო შერეული სამშვიდობო კონტინგენტი რომელშიც იყო რუსული დანაყოფი და ამის მეთაური იყო მარად კულახმეტოვი საინტერესო პიროვნებაა ეს იმიტომ რომ დღეს რუსეთის ელჩია ცხინვალის რეგიონში ეს არის ადამიანი რომელიც ქართველებს ძალიან კარგად იცნობს ძალიან საქართველოს ტერიტორიაზე შემოდიოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ამ ქართულ სამხედროებს ქართულ პოლიტიკოსთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა თქვა ომის შემდეგ სექტემბერში ტერაქტი მოხდა ერთ-ერთ სამხედრო შტაბში ცხინვალში და ძლივს გადარჩა თავად მარად კულახმეტოვი ეხლა უფრო შიდა დაპირისპირება ამბავი იყო როგორ ჩანს ხო რაღაცა რა შეეხება აფხაზეთს 2008 წლამდე სამშვიდობო ძალების სახით იყო წარმოდგენილი რუსის სამხედრო დანაყოფები და ასევე იყო გუდაუთის სამხედრო ბაზა ოღონდ ეს არაფორმალურად იმიტომ რომ 1999 წლის სტამბულში უთოს გადაწყვეტილებით ეს ბაზა უნდა დახურულიყო მაგრამ ნუ რუსეთმა არ დახურა რა თქმა უნდა ეს მაშინ როდესაც ახალქალაქში დაიხურა, ბათუმში დაიხურა, ვაზიაში დაიხურა და აქედან რუსული სამხედრო ძალების გაყვანა მოხდა. გუდაუთიდან რუსული სამხედროების გაყვანა არ მოხდა, თუმცა ამის აფიშირებას ის არ აკეთებდა, მაგრამ ნუ დე ფაქტო ფაქტობრივად იქ რუსული სამხედროები იყვნენ. 2008 წლის შემდეგ ვითარება უკვე შეიცვალა, ნუ სამშვიდობო ძალების ყოფნის აუცილებლობა იქ არ იყო და მეშვიდე სამხედრო ბაზა განთავსდა რუსეთში. ანუ სამხედრო თვალსაზრისით ესე რო შევხედოთ, ხო? აფხაზეთში რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზა პასუხისმგებელი ოკუპირებული რეგიონის უსაფრთხოებაზე, ხოლო ცხინვალის რეგიონში მეოთხე სამხედრო ბაზა. ეს ორივე ბაზა საბოლოო ჯამში სამხედრის სამხედრო ოლქს ექვემდებარება. და ეს ერთი სამხედრო დანაყოფი, რაც შეეხება საოკუპაციო ხაზის დაცვას, ეს სხვა დანაყოფების პასუხისმგებლობის ქვეშა, ეს არის რუსეთის უშუალო ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველო. რომელიც სადღაც 1000-დან 1500 კაცამდეა წარმოადგენილი და ეს საოკუპაციო ხაზი, შესაბამის სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურა მათგან კარგულებაშია, აი როცა ვსაუბრობთ ჩვენ ბორდერიზაციაზე უკანონო გატაცებებში, სწორედ ეს რუსი მესაზღვრეები, ადგილობრივ ეგრეთ წოდებულ მესაზღვრეებთან ერთად ჩართული არიან ამ პროცესში. ანუ ეს არის პრინციპში ხალხი და დანაყოფი, რომელსაც ქართულ მხარეს თითქმის ყოველდღიური შეხება აქვს ყოფით დონეზე, იმიტომ რომ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს სწორედ რუსი მესაზღვრეები იმყოფებიან. გარდა ამისა, რუსეთი 2008 წლის შემდეგ სამხედრო კუთხით წარმოდგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზითაც. აი მაგალითად, მათ ყავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დიპლომატების სახით ეგრეთ წოდებულ რუსეთის საელჩოებში. ასევე ბოლო წლებში ამოქმედა ორივე ოკუპირებულ რეგიონში შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო საკოორდინაციო ცენტრი. რომელიც თანამშრომლობს ინფორმაციის გაცვლაში, ექსპერტიზის კუთხით ეხმარებიან. ანუ ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს პოლიციური კუთხით აკონტროლოს ადგილზე არსებული ვითარება, ინფორმაციის გაცვლა უზრუნველყოს მხარეებს შორის. ანუ ეს არის რაც შეეხება უსაფრთხოების სექტორს, რომელიც წარმოდგენილია ოკუპირებულ რეგიონებში. გარდა ამისა, ახლა სხვა კუთხით 2008 წლის შემდეგ ეკონომიკური კუთხიდან ძალიან შეიცვალა ვითარება. პრაქტიკულად ეს ორივე რეგიონი რუსეთის ბიუჯეტზე გახდა დამოკიდებული, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონი, სადაც ბიუჯეტის 90% არის რუსული დაფინანსება, დოტაცია პირდაპირი. ეხლა წარმოიდგინეთ ეხლა ცხინვალის რეგიონი, სადაც ფაქტობრივად არსებობს ადგილობრივი ეკონომიკა. არაფერი არ იწარმოება ამ რეგიონში, ერთადერთი ასე როკის გვირაბია, ძითაც ის უკავშირდებიან რუსეთს ქართულ მხარესთან ეკონომიკური ურთიერთობა მთლიანად ასე ვთქვათ შეზღუდულია 2008 წლის შემდეგ, მაშინ როცა აფხაზეთთან რაღაც ეს ეკონომიკური ურთიერთობა ამ დონეზე, ყოფით დონეზე დღემდე მიმდინარეობს და ეს კიდევ საინტერესო პროცესია აფხაზური კუთხით. ასე რომ ცხინვალში რაღაცა ეს ეკონომიკა არ არსებობს, შესაბამისად მთლიანად რუსულ დამოკიდებული ზაინ. რაც შეეხება აფხაზეთს, აქ ცოტა განსხვავებული ვითარება. აფხაზეთის ბიუჯეტიც, სადაც 50% ცოტა მეტი რუსულ დაფინანსებაზეა დამოკიდებული, მაგრამ აფხაზეთში რაღაც დონის ეკონომიკა მაინც არსებობს. აი მაგალითად აქვს სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომლის გაყიდვა შეიძლება სეზონურად, ხო? ეს იქნება მანდარინი, იქნება თხილი, იქნება აი მაგალითად თებერვალ მარში ძალიან პოპულარია მიმოზების ექსპორტი რუსეთში 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღეს ეს რაღაც ყვითელი ფერის ყვავილია, რომელიც დიდი რაოდენობით იყიდება
რუსეთში მარწყვის ექსპორტი ხდება, რაღაცა ესე პატარ-პატარა ისინი აქვთ, რომელიც რუსეთში მინდის და რა თქმა უნდა ტურიზმი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ბოლო წლებში ყოველწლიურად სადღაც, აფხაზურ მხარის მე გაჟღერებული სტატისტიკით 1.5 მილიონზე მეტი ტურისტი ჩადის აფხაზეთში. ეს რა თქმა უნდა შემოსავლის სერიოზული წყაროა მათთვის, მათი ეკონომიკა ამაზე დიდათაა დამოკიდებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ეკონომიკური ურთიერთობაც რუსეთზეა რა თქმა უნდა ჩამოკიდებული. აქ არის იქ მონაცემები, რასაც თვითონ ეს ოკუპირებული რეგიონი გვთავაზობს, იქ ჩანს, რომ მაგალითად არის რაღაცა დონის ვაჭრობა თურქეთთან, სხვადასხვა ქვეყნებთან, მაგრამ ეს მინიმალურია. 75% 80 ვაჭრობისა მაინც რუსეთზე მოდის. და მცირე რაოდენობა თურქეთზე და შემდეგ რაღაცა წრუმანი ისინი ვაჭრობის ჩვენებლებია სხვა ქვეყნებთან. ვაჭრობის გარდა შემორჩა ადამიანებს შორის ურთიერთობა, სამეგრელოსთან, ან ზოგადად საქართველოსთან, აფხაზებს, ვინც იქ ცხოვრობს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აქვს თუ არა რამე ურთიერთობა? ინტერესი არის საერთოდ საქართველოს? ის რა 2008 წლამდე ეს ურთიერთობები არაფორმულ დონეზე ხორციელდებოდა ადამიანის დონეზე. მე არ ვამბობ სახალხო დიპლომატიას არასამთავრობო ორგანიზაციების კუთხით, იმიტომ რომ ეს ურთიერთობები 90-იან წლების შემდეგ კონფლიქტების დასრულების შემდეგ არსებობდა. და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ, ექსპერტები რაღაც სხვადასხვა ქვეყნებში იკრიბებოდნენ, რაღაც თემებზე მსჯელობდნენ ხოლმე. ეს 2008 წლამდე მეტნაკლებად აქტიური იყო, იმიტომ რომ სახელმწიფო დონეზეც რაღაც მოლაპარაკების პროცესი იყო, თბილისი და სოხუმი ცხინვალი ერთმანეთში ცვლიდა ამ შეხვედრებს ხან ცხინვალში ჩავდიოთ, ხან სოხუმში, ხან ისინი ჩამოდიან თბილისში ან რაღაც ქვეყნის გარეთ ვიკრიბებოდით, ხო? ამის პარალელურ რეჟიმში სახალხო დიპლომატია მიდიოდა. ხო, 2008 წელმა ვითარება რადიკალურად შეცვალა ამ კუთხით, ესეც ასე ვთქვათ, რუსული პოლიტიკის ტრანსფორმაციის კუთხით შეგვიძლია განვიხილოთ. აი, ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაცია საერთოდ აღარ დარჩა და ეგრეთ წოდებული საზღვარი საოკუპაციო ხაზით ძალიან მკაცრად ჩაიკეტა. ანუ ადამიანების გადასვლა გადმოსვლაც უფრო კონტროლებადი გახდა. ესაა 2019 წლიდან, აი როცა ჩორჩანას ცნობილი კრიზისი იყო, ჩორჩანას საგუშაგო გაიხსნა, იმის მერე რამდენიმე წელი საერთოდ დაიხურა ეგრეთ წოდებული საკულტურო გამშვები პუნქტები და აი მაგალითად ახალგორელებს ან იქ საჩხერის რაიონის მეზობლად მცხოვრებ ეთნიკურად ქართველებს გადაადგილება არ შეძლო. შეძლო იქონდა, ამიტომ იყო ძალიან ბევრი ქართველმა ცხინვალის რეგიონი დატოვა. და დღეს ძალიან დაბალ დონეზეა ეს ურთიერთობა ეკონომიკურ დონეზე. რაც შეეხება აფხაზეთს, ამ შემთხვევაში 2008 წლის შემდეგ საქმე იმაში, რომ აი მაგალითად საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობა გააგრძელეს. დღესაც იქ ძალიან ბევრი საერთაშორისო მუშაობს, თუმცა ეხლა პოლიტიკური ტენდენციები მსოფლიოში და საქართველოში ამას ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს და ალბათ ვითარება შეიძლება რადიკალურად უარესობისკენ ამკუთეთ, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციის დონეზე ადამიანებს შორის ურთიერთობა იყო და სახალხო დიპლომატიის დონეზე ძალიან ინტენსიურად თანამშრომლობდნენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაცია. პარალელურად ამისა ჩვენ არ დაგვაუწყოს, რომ გალის რაიონში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა და ყოველდღიურად ენგურის ხაზზე სადღაც 2000 ადამიანის გადასვლა ხდება. გადადიან და გადმოდიან ეს ყოველდღიური რუტინაა. პლუს ამისა ენგურქესის კომპლექსი რომლის კაშხალის საქართველოს მიერ კონტროლებულ ტერიტორიაზე, ხოლო ეგრეთ წოდებული გენერატორები და მართვის პულტი არის ოკუპირებულ რეგიონში, იქ სპეციალისტ ჟურნალისტი ქართველია. რომელიც გადადის ზუგდიდიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, ჩვეულებრივ ავტობუსით გადადიან, იქ მუშაობენ და შემდეგ ზოგი ყოველდღურად, ზოგი რაღაც ცვლაში მუშაობს და ამ როცა მორჩება მისვლა, უკან ბრუნდება. ასე რომ ამ ადამიანებს გადასვლა გადმოსვლა ბუნებრივია ამ ეკონომიკურ ურთიერთობებს ხელმძღვანელობს. ეს არ არის ოფიციალურ დონეზე, მაგრამ რაღაცა და ყოფით დონეზე მათ შეუძლია მისთვის რაღაცა გადაიეტანოს, ხო? რაღაცა შეზღუდვები არის საპირობითად, რაღაცა კილოგრამზე მეტი ბოსტნეული თუ მიგავშხილი, აქ შეიძლება რაღაც კომერციული მათ ჩაითვალოს, ან შეგიჟღუდონ რაღაცა საბაჟო გადასახი დაგიწესონ, ხო? იმიტომ რომ ოკუპირებულ ხაზზე არიან რუსი მესაზღვრეები, აფხაზი ეგრეთ წოდებული მესაზღვრეები და მებაჟეები პლუს ამისა, რომლებიც ამ ეკონომიკურ ურთიერთობას აკონტროლებენ. განსაკუთრებით რუსეთის დასანქცირების პირობებში, სხვათა შორის ეს საკითხი აფხაზეთის შემთხვევაში აქტუალური გახდა. ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ შემოიღო დადგენილება, სადაც 10-მდე ჩამონათვალია, სადაც წერია, რომ ამ საქონელის შემოტანაზე შეზღუდვა იხსნება. რაც ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება უშვებს ამის საქართველოს კონტროლებული ტერიტორიიდან შემოტანას.
უფლებას აძლევს. ანუ ესე ამბობენ რომ ახლა შემოიტანენ თურქეთიდან, საიდანაც გინდა იქიდან შემოიტანოთ. ნუ საქართველოს ეს ღიად არ ახსენებ, მაგრამ ბუნებრივია. ახლა ისინი ამბობენ ახლა ციტრუსები, მანდარინის ნერს კრასნოდარის მხარიდან ვერ შემოიტანთ. საქართველოს მხრიდან უნდა შემოიტანოთ, ხო? შესაბამისად ამის აღიარება უწევთ, ახლა ამაზე თვალს ვერავინ ვერ დახვეჭებს. მსგავსი მისვლა-მოსვლა არის. ეხლა სანქციების პირობებში რუსეთში გაძვირდა ძალიან ბევრი აი ავტომობილების ნაწილიავი, ხო, ძალიან მარტივი, ხო, რომელიც ყველა სჭირდება, იმიტომ რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ძალიან ბევრს აქვს თანამედროვე დასავლური კომპანიების მე გამოშვებული მანგა საიდან, ხო, ადრე რუსეთიდან შედიოდა, მაგრამ ეხლა არის შესაძლებელი ამის შეტანა საქართველოს კონტროლებული ტერიტორიიდანაც, იმიტომ რომ მე წამიკითხე განცხადებები აფხაზურ ტელეგრამებში, სადაც წერია, რომ მაგალითად იყიდებოდა ეს მანქანა Toyota კარგ მდგომარეობაში თბილისიდან შეგვიძლია მისი ჩამოყვანა. ნაწილები, რომლებიც ძალიან გაძვირდა სავარაუდოდ რუსეთში, ამ სანქციების პირობებში, იმიტომ რომ ეს დასავლური კომპანიები რაღაც ეს ოფიციალურად აღარ ურთიერთობენ, ხო? რაღაცა ამან გაძვირება გამოიწვია, კონტრაბანდა გაიზარდა ამის გამო, შესაბამისად ადამიანის ამოწყობილი ეძებს რომ იაფათი შოუს. სად შეიძლება ამის იაფათი შოვა, ხო? რა თქმა უნდა, თბილისში შეგლია. პირობითად ელიავას ბაზრობაზე. იყიდო რაღაცა და ეკონომიკა ცვლის ადამიანებს, მას მიუხედავად იმისა, რომ სისხლია დააყრული ადამიანებს შორის, ხო? რაღაცა 30 წლის უკან აფხაზებს და ქართველებს შორის. დღეს ეს ურთიერთობა არაფორმალურ დონეზე მე როგორც ვიცი არსებობს და ეს მიმდინარეობს ვაჭრობა. ოღონდ ეს ხდება არ ხდება რა თქმა უნდა ოფიციალურ დონეზე და ეს მე ვფიქრობ რაღაცნაირად წახალისებულია ორივე მხრიდან, რაც ცუდი არ არის. ჩემი საერთოდ არ არის კარგია, იმიტომ რომ კონფლიქტის გადაწყვეტის ერთ-ერთი პირობა ის არის წინაპირობა, რომ რაღაც ადამიანებს შორის დობა უნდა აღდგეს და რაღაც ეკონომიკური კავშირები და ინტერესი უნდა გაჩნდეს, ხო? რაღაცა კონფლიქტების გადაწყვეტის მოდელში ერთ-ერთი ის არის, რომ რაღაცა ურთიერთ ინტერესი უნდა იყოს და ეს ვაჭრობა, ეკონომიკური აქტივობა ყველაზე საინტერესო ამბობთ. ასე რომ აფხაზურ მიმართულებით არ ცხინვალის რეგიონს ვერ ვთქვით, მაგრამ აფხაზეთის მიმართულებით ამ ხრო რაღაცა გარკვეული კავშირები არსებობს ხარების შორის. ეს არ არის დიდი მასშტაბის ისა, მაგრამ ეს ურთიერთობა არის, იმიტომ თუნდაც იმიტომ რომ იქ 1000-ობით ადამიანი ყოველდღურად გადადგილდებათ. ხო, სადაც 2000 ადამიანზე საუბარი, რომელიც გადადის გაილიდან ზუგდიდში და პირიქით და იქ რაღაცა ეს ყოფით დონეზე საყოფაცხოვრი ნივთების ყიდვა გაყიდვა, რა თქმა უნდა, ხდება. ჩვენ გალი ვახსენეთ რამდენჯერმე და გალს რამე განსხვავებული სტატუსი აქვს, რა სიტუაცია არის იქ, იმიტომ რომ როგორც მე ვიცი, დამოკიდებულება სეპარატისტულ მთავრობას განსხვავებული აქვს გალის მიმართ და იქ ძალიან ბევრი განსხვავებული პროცესები მიდის. კი ბატონო, გალის რაიონში ძირითადად ეთნიკურად ქართველები ცხოვრობდნენ და ისტორიულად სწორედ ესე იყო. და საინტერესო ის არის, რომ წლების წინ, აი სანამ რაულ ხაჯიმა მოვიდოდა ხელისუფლებაში, ეს იყო 2014 წელი, 2014 წელს აფხაზეთის პოლიტიკური კრიზისი იყო, როდესაც დე-ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი გადადგა და მოვიდა რაულ ხაჯიმა, რომელიც რუსეთის ფავორიტი იყო ყოველთვის. ის FSB-ს თანამშრომელი იყო თავიდან და ასე ვთქვათ, პუტინის კოლეგათას ვიდა თავს და ღიად უჭერდა სხვათაშორის ხარს პუტინი ხაჯიმას წინა არჩევნებზე, 2014 წლამდე რაც არჩევნები იყო, მაგრამ საინტერესოა ხაჯიმამ წააგო. და აქ რაღაც აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ჩვენთან წარმოდგენებია იქ რუსეთი რასაც იტყვის ისე იქნება, მაგრამ აი რუსეთის ღიად ხარდაჭერილმა კანდიდატმა, როგორც იყო რაულ ხაჯიმა, არჩევნები წააგო. ორჯერ წააგო მან არჩევნები. ერთი ბაღაფშს როცა დაუპირისპირდა, შემდეგ როცა ალექსანდრე ანქვაბს დაუპირისპირდა. თუმცა 2014 წელს პოლიტიკური კრიზისის შედეგად რუსეთის შუამავლობით იძულებული იყო ანქვაბი გადამდგარიყო და საბოლოო ჯამში ხაჯიმა მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ ერთ-ერთი პირველი რაც მან გააკეთა იყო გალის მოსახლეობისათვის, ეთნიკურად ქართველებისათვის აფხაზეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა. მანამდე მათ ქონდათ აფხაზეთის მოქალაქეობა და ხაჯიმბა და ხაჯიმბისტები, როგორც ეძახიან მათ, ამ ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას მიიჩნევდნენ მათ ოპონენტებად, იმიტომ რომ ისინი ხმას აძლევდნენ არჩევნებზე ხაჯიმბას მოწინააღმდეგებს. შესაბამისად, როცა ეს მივიდა პირველი რაც გააკეთა, მან მოქალაქეობა ჩამართვა, ამის შემდეგ გალის მოსახლეობის ყოფა ძალიან გართულდა, იმიტომ რომ მათ ძალიან ბევრი უფლება დაკარგეს თავად ოკუპირებულ რეგიონებში. კი ოკუპირებულ რეგიონია, მაგრამ რაღაცნაირად იწყებ იქ ცხოვრებას, ეგუები ადაპტაციას გადიხარ ადამიანი და როცა ეს უფლებები ჩამოართვეს, რაც გარდა იმისა, რომ ეგრეთ წოდებული არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ, სხვა ბევრი უფლება ჩამოერთვათ, ხო? იგივე შეიძლება ადგილობრივი ეგრეთ წოდებულ საჯარო სამსახურში ვერ დასაქმებულიყვნენ, ხო? იქ რაღაცა თუ აფხაზეთის სკოლაში გინდა შეიძლება უნივერსიტეტში რაღაც შეიძლება პრობლემები შეგვდეს, ხო? რაღაცა საზღვრის კვეთის დროს რაღაც პრობლემები და უამრავი გამოწვევა შეიძლება იყოს მაგრამ დაკავშირებით. ასე რომ დღეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობას გალში არ აქვს რუსეთის მოქალაქეობისა
აფხაზეთის მოქალაქეობა, შესაბამისად ბევრს რუსეთის მოქალაქეობაც არ აქვს ამის გამო, იმიტომ რომ როგორც ვიცით, აფხაზეთში მოსახლეობის დიდ ნაწილს აფხაზეთის მოქალაქეობას ერთ რუსეთის მოქალაქეობაც აქვს. მათ აქვს ბინადრობის მოწმობა, ნაჟიწელства, ეგრეთ წოდებული და მათ აქვთ უფლება ამ საბრძოლო იცხოვა. როგორც ეს ასევე მათ აზრად გარკვეულად საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების საშუალებაც, იმიტომ რომ ამას ახლა ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ვერ ზღუდავს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ნათესავები ყავს და ერთ მათი ეკონომიკური აქტივობებსაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ბოლო წლებში როგორ შეიცვალა ვითარება განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში, ხო? ადრე ამ რეგიონებში ქართულენოვანი სკოლები იყო და ადგილობრივი მოსახლეობა სწავლობდა ქართულად. აი ბავშვები შედიოდნენ ქართულ სკოლებში. სადაც იყო 20-მდე სკოლა. სადღაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართული სკოლები აღარ არსებობს და სკოლების უმრავლესობა არის აფხაზურ რუსულენოვანი. ძირითადად რუსულენოვანი, იმიტომ რომ აფხაზურად სადაც მე-4 კლასამდე ხდება სწავლა, მე-4-5-მდე შემდეგ ძირითადად რუსულენოვანი სწავლა. შესაბამისად, ახალგაზრდა თაობის რუსიფიკაცია მიდის. იქ, ასე რომ ჩვენ ცოტა ხანში ალბათ მივიღეთ შედეგს, რომ გალის მოსახლეობაში რუსიფიკაციის ხარისხი იქნება საკმაოდ მაღალი, ხო? ეხლა მაგალითს გეტყვით ძალიან მარტივს, ეხლა ძალიან ბევრი სკოლის მოსწავლე, რომელიც ჩამოდის და საქართველოს უნივერსიტეტებში აგრძელებს სწავლას, მათ მე ქართული სოდის ხარისხი, მაგრამ პირველ კურსზე არ დაკმაყოფილება. აი მესამე და მეოთხე კურსისკენ უკვე მათი სოდის ხარისხი გაზრდილია და ისინი ქართულად გამართულად საუბარს ახერხებენ, მაგრამ წარმოგიდგენთ ეხლა, როდესაც რუსულად საუბრობენ ისინი და არა ქართულად საუბრის უფლება, არა თუ სკოლებში, არამედ ეზოში, უბანში, სახში ზედმეტ მეგრულს იყენებენ, ხო? მეგრულს იყენებენ და რუსულს იყენებენ. აფხაზურ კარგად არიციან, იმიტომ რომ მისი სწავლის ხარისხი ძალიან დაბალია. იმიტომ თავად აფხაზებიც კი რუსიფიცირებული არიან ძალიან, ხო? ასე რომ ჩვენ ყავს ეთნიკურად ქართული მოსახლეობა, რომელიც ძალიან რუსიფიცირებული და ამას ხელს უწყობს თავად აფხაზური ხელისუფლება და რუსეთის ახალიცებს, იმიტომ რომ მაგალითად რუსებმა გახსნეს ეგრეთ წოდებული რუსული სახლია, რომელიც მათი რბილი ძალის ინსტრუმენტია, რუსული ენის შემსწავლელი ცენტრები გახსნეს გალის რაიონში და რუსული ცენტრები. და იქ ეწყობა ესეთი ღონისძიებები, რაც რუსული ენის პოპულარიზაციას უწყობს ხელს გალის რაიონში, ხო? ნუ რა თქმა უნდა, ეს მარტივია ყველაფერი, აქ ჩვენ დავასვენოთ, რომ მათ უნდათ, რომ აქ მოსახლეობა იყოს რუსიფიცირებული. ამ კუთხე ძალიან საინტერესოა თვითონ მოსახლეობის აღწერა გალის რაიონში, ბოლოს 2020 წელს ჩაატარეს არ ვიცი რამდენად სანდოა, მაგრამ თვითონ მონაცემებია საინტერესო, სანდოც რო არ იყოს, მაინც მონაცემები შეგვიძლია გადავხედოთ. წერია რომ ცხოვრობენ ეთნიკურად ქართველები და ასევე წერენ ეთნიკურად მეგრელები. ამბობენ რომ 3000-მდე მეგრელი ცხოვრობს, ხო? რატო ცდილობენ ამის გაკეთებას? ხო, ანუ ქართული იდენტობისა და ქართული კულტურული გავლენის შესწავლების მიზნით ისინი ცდილობენ ამ დაყოფას ამ ეთნიკურად ქართული მოსახლეობის და ვიღაცას აფხაზად წერენ. თუ აფხაზად ჩაეწერები, შენ გარკვეული პრივილეგიები აქვს, მოქალაქეობას იყოს, სადღაც დასაქმება შეგიძლია საჯარო სამსახურში და აფხაზეთში და ასევე ცხინვალის რეგიონში საჯარო სამსახურის დასაქმება შემოსავლის კარგი წყაროა, იმიტომ რომ აფხაზური ხელფასის გარდა რუსული ხელფასი შეიძლება მიიღო. თუ პენსიონერი ხარ, რუსულ პენსიას იღებ ადგილობრივ პენსიის გამო და ვიღაცები მიდიან ამაზე და ისინი აკეთებენ, მაგრამ ყველას არ აქვს რუსული პასპორტი, იმიტომ რომ ამის მიღება რთულია, მაგრამ თვითონ ასე მეგრელებად ჩაწერა, ამ ხო ძალიან საინტერესო ფაქტია და ისინი ხაზს უსვამენ, რომ ისინი მეგრელები არიან, ქართველები არ არიან. იმიტომ რომ ვიღაცის გააფხაზება ვერ ხერხდება, მაგრამ გამეგრელება ამ კუთხით ხდება. ხტო და თან მონაცემებში უწერიათ აღწერის მონაცემებში ქართველი მეგრელი ცალკე გამოყოფილი. ეხლა ძველი რუსული მიდგომაა ეს, დიდი არაფერი არ შეცვლილა, 19 საუკუნიდან მოყოლებული, ამას რუსები ძალიან აქტიურად იყენებენ საქართველოს მოსახლეობის აღწერის დროს. ხო, მეგრელები კი არა, რა ვიცი, თუშებს ცალკე წერდნენ და იმერელი შეიძლება ჩაეწერა და აჭარელი ცალკე ჩაეწერათ, ხო? ვისაც რაღაც ცოტა განსხვავება ქონდათ. ასე რომ გალის რეგიონში დღეს ესეთი მძიმე ვითარება გვაქვს ამ კუთხით ფაქტიურად. აპარტეიდია, მართლობის თვალსაზრისით არანაირი უფლება არ აქვს და წარმოგიდგენთ, ეხლა ქართულად საუბარი ვარ შეუულიათ მათ სკოლაში. ეს ძალიან მკაცრად იდეუნება. და სხვაგანაც შენ ვერ გააკეთებ ამას და ვერ იზამ. განათლების მიმართულებით ხელს არ უშლიან იმაში, რომ საქართველოს ჩამოვიდნენ ჩვენ ტერიტორიაზე, გადმოვიდნენ და აქ ისწავლონ. ხო, უნივერსიტეტები სწავლობენ, ეხლა ამას ბოლომდე ვერ უშლიან ხელს, იმიტომ რომ ქართველების რაოდენობა სადღაც უხეშად ვთქვით 40000-მდეა, 35-40000-მდე ეთნიკურად ქართველი სკოლის გალის რაიონში და გალის რაიონის რაღაცა ნაწილი ოჩამჩირესა და ტყვარჩელს შემოუსაზღვრეს, ასე ვთქვათ. ამით გალის
გალის რაიონის გავლენის ისიც შეამცირეს რა. იმიტომ რომ ბევრი სოფელი რომელიც ადრე გალის რაიონს ეკუთვნოდა, ეხლა მეზობელ რაიონებს ეკუთვნის, ხო? ის რა, ესე ახლა ღიად ვერ უშლიან, იმიტომ რომ თათ სოხუმის უნივერსიტეტი ჩაბარების საშუალება არ აქვს ბევრს, იმიტომ რომ რაღაცა ახან მოქალაქეები არ არიან, აფხაზეთის ეგრეთ წოდებული მოქალაქეები, სოხუმის უნივერსიტეტი ჩაბარება რაღაც ბიუროკრატიული პროცედურებთან არის დაკავშირი, ხო? ანუ ბევრს ურჩევნია ქართული იდენტობის შენარჩუნების კუთხით წამოვიდეს და ქართული უნივერსიტეტებში ისწავლოს, ხო? მაგრამ მე რაღაცნაირად გართულებულია შემდეგ თუ ისინი ცოტა აქტიურებენ პოლიტიკურ პროცესებში, ისინი გარკვეული და წნეხის ქვეშ ექცევიან შემდეგ ადგილობრივი უშრობის სამსახურების მხრიდან. სხვადასხვა საინტერესო და ამაზე იწერებოდა იქ აფხაზეთში ძალიან აკონტროლებდნენ გალილი ახალგაზრდები რამდენად მონაწილეობდნენ საპროტესტო გამოსვლებში. და საოკუპაციო ხაზზე გადასვლის დროს აკონტროლებდნენ მათ სოციალურ მედია საშუალებებს. მათ სურათები ხო არ იყო ამ გადაღებული და მას აკონტროლებენ, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ რაღაცნაირად საქართველოს დღევანდელი მოქმედი ხელისუფლების მოწინააღმდეგე რიგებში არ იყოს გალის ახალგაზრდობა. აი, როდესაც მაგალითად საქართველოში იგეგმება საპროტესტო გამოსვლები, ნუ ეხლა უწყვეტი პროტესტია და ეხლა ამის კონტროლი ესე ვერ ხერხდება, მაგრამ როდესაც მაგალითად იყო შარშან იყო გამოსხადებული, რომ ვიკრიბებით რაღაც 9 აპრილს პირობითად, ხო? 9 აპრილისთვის საოკუპაციო ხაზი ჩაკეტვა ხდება და გადაადგილება იქიდან აქეთ გადმოსვლა რაღაც გართულებული იყო და იგივე იყო ცხლინოსვლის რეგიონში სხვათა შორის, აი დიდი პოლიტიკური პროცესებიდან არჩევნები როცა საქართველოში. იქიდან ხდება საზღვრის ჩაკეტვა და გადაკეტვა რომ რაღაცა ანუ მაქსიმალურად ცდილობენ რომ დისტანცირება მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებს შორის და ქართულ პოლიტიკურ პროცესებს შორის, ხო? დაახლოებით ხო, ეთიკურ გალში მცხოვრებ ეთიკურ ქართველების მათი ჩართულობა მათ უნდა რომ არ იყოს ეთის აქტიური. ეხლა ვიცი მე რაღაც კონკრეტული ფაქტების შესახებ სმენია, თავად აფხაზურ ღია წყაროებში წერია ამის შესახებ, რომ მათ დიდად არ მოწოთ ესა, რომ ისინი ჩართული არიან მაგალითად ნებისმიერ საპროტესტო იმაში რაღაცა პროცესში, სხვადასხვა რაღაცას უკავშირდება შეიძლება ეს პროტესტი, მაგრამ ეს რაღაც ამის კონტროლი მიდის და მათი უშრობის სამსახურის მიერ დაბარება. დღეს ახლა სოციალურ მედიაში ბევრი ამის კონტროლია შესაძლებელი, შეიძლება უბრალოდ Facebook-ზე დადო რაღაცა და ეს იქ ნახოს და ამას შემდეგ დამატებით კითხვები შეიძლება გააჩინოს იქ და მხრიდან, იმიტომ რომ ამას ცოტა ეჭვის თვალით უყურებენ განსაკუთრებით გალის რაიონში. და საინტერესოა თვითონ ეკონომიკური სიტუაცია მთლიანად აფხაზეთში. მე როგორც ვიცი, არჩევნების წინა პერიოდში, ახლა რაც ჩატარდა ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები, რუსეთმა პრაქტიკულად ენერგო შანტაჟი მოუწყო აფხაზეთს. და ანუ ცხინვალისგან განსხვავებით, შეიძლება ჩაითვალოს, რომ აფხაზეთი თვითკმარი ეკონომიკაა, თუ თავიდან ბოლომდე ენერგეტიკულად, ეკონომიკურად, ფინანსურად, ტურისტ ყველანაირად დამოკიდებულია რუსეთზე. იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ხო იყო რაღაც გაწევები, რომ იქნებ რუსეთისგან რაღაცნაირად რუსეთის ინტერესებში არ შემოვალი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ხო, ქართულ მხარეს ზოგჯერ რაღაცა რო შევხედავთ რა საპროტესტო იმას გამოთქვამენ აფხაზები რუსების წინამდე რაღაცა ძალიან ისე ილუზიაში ვიცით ხოლმე შესვლა. ეხლა ცოტა ღმა თუ შევხედავთ ხო, რა რუსეთის გარეშე აფხაზეთს ძალიან გაუჭირე გადარჩენა, ნუ ქართველებთან დაპირისპირების პირობებში ისინი რუსეთის გარეშე ვერ გადარჩებენ. ეს არის გამორიცხული. ეხლა თვითკმარი ეკონომიკა რას ნიშნავს? ეხლა რა მანდარინს სად გაიტანს ეს და თხილს სად გაიტანს? ვერსად ვერ გაიტანს რუსეთის გარეშე. ხო, თუ რუსი ტურისტი არჩევდა 1.5 მილიონი ვინ ჩავა ხო აფხაზეთში დღევანდელ ვითარებაში ხო ვერ ანუ მათი ეკონომიკა სულად მაწია უსაფრთხოებას თავი დაუნებოთ მათი ეკონომიკა სულად მაწია დამოკიდებული ერთადერთი ენერგოსფეროა რომელშიც თლად თვითკმარი ვერ არის იმიტომ რომ ენგუხესი არ არის საკმარისი მაგრამ როგორც ვიცით ჩვენ ომის დასრულების შემდეგ 90-იან წლებში ეგრეთ წოდებული ზეპირის შეთანხმება ჯელტონური შეთანხმება დაიდო მხარეებს შორის და ენგუხესის მიერ გამომშვებული ელექტროენერგიის 60%-ს ქართული მხარე იყენებს და 40%-ს აფხაზური მხარე. თუმცა ეს ყოველთვის არ არის სხვათა შორის დაცული, ზოგჯერ აფხაზური მხარე უფრო მეტს იღებს, ეს რაღაც ქართული მხარის კეთილინებაა. მაგრამ ენგუხესი არ არის საკმარისი, იმიტომ რომ რაღაც მოძველებულია ინფრასტრუქტურა და პერიოდულად მას რეაბილიტაცია ჭირდება და მაგალითად რამდენიმე წლის უკან 5 თვის განმავლობაში გაჩერებული, ხო? ეს სახეს. ანუ ის სულად აფხაზეთს ვერ უზრუნველყოფს, თუმცა მის გარეშე მას ძალიან უჭირს. ენგუხესის გარეშე, იმიტომ სულად რუსეთზეა დამოკიდებული ისა და რუსეთთან უნდა მიიღოს ელექტრონიკა, ეგრეთ წოდებული პერეტოკ, ეს ეძახიან ხოლმე რუსეთში ძალიან ისე ცნობილი და ესეთი შინაურული ტერმინი გახდა ბოლო წლების განმავლობაში, იმიტომ რომ რუსეთიდან შემომავალი პერეტოკი ელექტროენერგიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მას იმიტომ რომ ბოლო წლებში
აფხაზეთში ენერგოკრიზისი ჩვენ რუტინა გახდა, მაგრამ არა მარტო ზამთარში, არამედ გაზაფხული და ზაფხულის პერიოდშიც კი. არ არის საკმარისი და რატო არ არის საკმარისი? გარდა იმისა, რომ გაიზარდა ეკონომიკის ხარისხი გაიზარდა ქვეყანაში, იმიტომ რომ მეტი რაღაცა მეტნაკლებად ცხინვალის რეგიონის განსხვავებით უფრო აქტიური ეკონომიკური ცხოვრება აფხაზეთში. ყველაზე მთავარი მიზეზი ამის ერთ-ერთი არის, რომ გადახდის კულტურა იქ მანდამაც მაღალ დონეზე ვერ იყო. აი 90-იანი წლების საქართველოს ვისაც ახსოვს და როგორც არ ვიხდიდით მაშინ ელექტრონიკის გადასახადს და მუდმივად შესაბამისად შუქიც არ იყოს, ესეთი ვითარება იყო აფხაზეთში. ეს ცოტა გამოსორდა ახლა სხვათა შორის რიცხვების დაყენება დაიწყეს და გადახდის მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგრამ ყველაზე მთავარი ესაა, აფხაზებს ჰქონდათ პრაქტიკულად უფასო ელექტროენერგია და უფასო ელექტროენერგია გააჩინა შესაძლებლობა კრიპტოვალუტის წარმოების კუთხით. და აფხაზეთი სადაც ცხოვრობს, მათივე მონაცემები თუმცა ცოტა გადაჭერებულია, მაგრამ ავიღოთ ეს მონაცემები 245,000 კაცი 2020 წლის მონაცემებით ესია, მოიხმარს იმდენივე ენერგიას, ამისას თბილისში სადაც ცხოვრობს მილიონ კაცზე მეტი. ну, რა თქმა უნდა, ხა სახში ტელევიზიის და მაციორეს მე მოხმარებული ელექტროენერგიას არ არის საუბარი, ხო? კრიპტოვალუტის წარმოება ძალიან დიდი გასაქანი მიიღო ამ ბოლო წლებში და სწორედ ამიტოა, რომ ეს ენერგოკრიზისი არსებობს აფხაზეთში, ბუნებრივია აქ მაღალი ადგილობრივი პოლიტიკური ელიტის ჩართულობის გარშემო ვერ მოხდება, ხო? ეს უბრალოდ ადამიანებს ამას ვერ გააკეთებს და შესაბამისად ამასთან ბრძოლაც ძალიან ისეთია სიმბოლურია, კი ებრძვიან ვიღაცებს, აი ხანდახან ჩამოართვენ, ფერმებს დახურავენ, სადაც ეს კრიპტოფერმებია, ვიღაცას საზღვარზე, ეგრეთ წოდებულ საზღვარზე კომპიუტერს არ შემოატანინებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ვითარდება, იმიტომ რომ ცვლილებება ძალიან დიდია, ძალიან დიდი ფულია ამაში. შეიძლება რა ვიცი, ვარაუდოთ რაღაცა რუსული ინტერესებიც აქვს. ენერგოკრიზისის თემა სერიოზული გამოწვევა თავად ოკუპირებული აფხაზეთისთვის და აი რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტია ძალიან საინტერესო. იმიტომ რომ როდესაც ენგუხესი ვერ მუშაობს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და მას არ აქვს საჭირო რაოდენობის გამომუშავება ელექტროენერგიის, ну ერთადერთი გამოსავალი არის რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღება. გააჩნია როგორი პოლიტიკური ურთიერთობა იმპერიის სოხუმსა და მოსკოვს შორის, ზოგჯერ ეს რაღაცა ესეც მაღალ დონეზეა, ზოგჯერ რაღაცა პოლიტიკური გართულებები მოსდევს, იმიტომ რომ რაღაც არ ხდება ზოგიერთი მოსკოვის ზოგიერთი მოთხოვნის შესრულება და მაგდროს რუსეთი ცდილობს ამის გამოყენებას. ეხლა ბოლო პერიოდში, როდესაც რუსეთმა ძალიან ღიად გამოიყენა ეს იყო 2024 წელი. როდესაც ენერგოკრიზისის დროს, მაშინ როდესაც ოკუპირებული აფხაზეთი ზაფხულის პერიოდშიც კი გრაფიკით იღებდა ელექტროენერგიას, რუსეთმა პირდაპირ უთხრა, რომ თუ ხელი არ მოეწერება საინვესტიციო შეთანხმებას, ანუ არ მოხდება მისი რატიფიკაცია ეგრეთ წოდებული პარლამენტის მიერ. ასევე არ შესრულდება სხვა ვალდებულებები, რომლის შესრულებასაც ხელი აქვს მოწერილი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, მაშინ ჩვენ იძულებული გავხდებით ვიმოქმედოთ. ეს მოქმედება რაში გამოიხატა 2024 წელს? ამაზე თავად სერგეი ლავროვიჩი გამოვიდა ოფიციალურად თქვა, რომ ნუ სხვა გამოსავალი რა გვაქვს, ესაა ჩვენი ვალდებულებები. რახან მოვაწერეთ ამას ხელი, ჩვენ ეს ახლა უნდა შევასრულოთ. რახან თქვენ არ ასრულებთ, ჩვენ იძულებული ვართ, რომ ესეთი ის გავაკეთოთ. ამას ნუ მიიღებთ, ასე ვთქვათ, სუდად ჩვენგან, ეს უბრალოდ გამომდინარეობს იქიდან, რომ თქვენ ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, არ შეასრულეთ. შეიქმნა ენერგოკრიზისი, იმიტომ რომ აფხაზეთს შეუწყვიტა ეს ელექტროენერგიის მიწოდება და ყველა საინტერესო რასაა, რომელიც ადრე მე ესე არ მახსენდება, ესე ღიად გაეკეთებინათ და დემონსტრაციულად 1 სექტემბრიდან შეუწყვიტეს დაფინანსება. ეს რას ნიშნავს? ანუ ხელფასზე დანამატებს, იმიტომ რომ ოკუპირებულ აფხაზეთში როგორია ისინი გარდა იმისა, რომ ადგილობრივ ხელფასებს იღებენ, რომელიც მიზერულია, იღებენ ასევე რუსულ ხელფასებს, რომელსაც რუსული ბიუჯეტი აფინანსებს, ხო? სექტემბრიდან შეწყდა ეს დაფინანსება, რაც ეს კიდევ ერთი ზეწოლის, ასე ვთქვათ, ნიშანი იყო. გარდა იმისა შეიზღუდა სხვადასხვა მიმართულებით, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა, რაც იყო ღია ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ითხოვდა აფხაზეთისგან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც იყო ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმ პერიოდში, ხო? რა არის ახლა მოკლედ რო ვთქვათ ეს საინვესტიციო შეთანხმება, ხო? იმიტომ რომ ამას მოყვა ძალიან დიდი პოლიტიკური კრიზისი. გადაირია რუსეთს. მორიგი კრიზისი, ასე ვთქვათ, ოკუპირებულ აფხაზეთში, რასაც მოყვა უკვე რიგით მესამე გადადგომა დე-ფაქტო პრეზიდენტისა, ხო? საინვესტიციო შეთანხმება ითვალისწინებს, მოდი პირდაპირ ვთქვათ ესე, ნაკლებად სამართლებრივი ტერმინებით, რუსი ოლიგარქებისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე ბიზნესის წარმოებისათვის არაერთი შეღავათის მიცემას.
ისინი თავისუფლებდნენ გადასახადისგან, ძალიან ბევრ პრივილეგიას იღებდნენ, სასამართლო დავების დროს იღებდნენ პრივილეგიებს და ამას მოყვა ძალიან დიდი წინააღმდეგობა თავად აფხაზური მოსახლეობისა და ადგილობრივი ბიზნეს ელიტის მხრიდან, იმიტომ რომ მათ თქვეს, რომ თუ რუსი ოლიგარქები მიიღებენ ამ ხელოვნურ უპირატესობას, ისინი ჩამოვლენ აქ, იყიდიან მიწებს, აშენებენ სასტუმროებს, ამას მოყვა შემდეგ მაღაზიების კაფეების, რესტორნების აშენება, რომელზეც დასაქმებული იქნებიან თავად, ფულსაც თავადაც მიიღებენ, ხოლო აფხაზი ბიზნესმენი და აფხაზური მოსახლეობა კი ამ ეკონომიკურ პროცესებს ჩამოშორდება, იმიტომ რომ მას მოუწევს გადასახადების გადახდა. ის კონკურენციაში ვერ შევა რუს ოლიგარქთან, რომელსაც ნებისმიერ რუს ოლიგარქს ალბათ თელ აფხაზეთზე მეტი ფული აქვს, ხო? ასე რომ ისინი დაკარგებდნენ ამ კონკურენტულ უპირატესობას და აფხაზური მიწა და ქონება გადავიდა რუსეთის შემადგენლობაში. ეს აფხაზური მიწა და უძრავი ქონების გადაცემა ძალიან მტკივნეული თემაა თავად აფხაზეთში, იმიტომ რომ აფხაზეთში მიაჩნიათ, რომ ჩვენ თუ მიწაზე და ქონებაზე, უძრავ ქონებაზე დავკარგავთ კონტროლს, ჩვენ დავკარგავთ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ამის გამო ამდენი ხნის განმავლობაში დე-ფაქტო ხელისუფლება და ზოგადად მოსახლეობა აფხაზები განსაკუთრებით დაახერხებენ იმას, რომ მიწის გასხვისება სხვა ქვეყნის მოქალაქეზე არ ხდება, მათ შორის რუსეთის მოქალაქეზე. რაც რუსეთის მხრიდან ერთგვარი პრეტენზიის მიზეზია, იმიტომ რომ ისინი ეუბნებიან, თუ აფხაზებს აქვთ რუსეთში ქონების შეძენის უფლება, მიწის შეძენის უფლება. რატო არ აქვს ეს შენი სტრატეგიული ქვეყნის მოქალაქეს, ხო? მსგავსი უფლება. მაგრამ ისინი არ აძლევენ, იმიტომ რომ ეშინიათ აფხაზებს ამის გაკეთების, იმიტომ რომ აფხაზეთის რაოდენობა მათი ოფიციალურ მონაცემებით არის 126,000 კაცი 2020 წლის მონაცემებით, მაგრამ რეალურად მათი მონაცემები გაცილებით ნაკლებია აფხაზების რაოდენობა, რასაც თვითონ ამბობენ და ღია წყაროებში ჩანს ეს, სადაც შეიძლება 100,000-მდე ეთნიკურად აფხაზი ცხოვრდეს აფხაზეთში. ისინი ძალიან შიშობენ, რომ თუ ისინი რუსებს და რუსეთის მოქალაქეებს მიცემენ უფლებას, რომ შეიძინონ მიწა, ქონება და მათ ბიზნესის წარმოებაში უამრავი პრივილეგია მიიღოს, ეთნიკური აფხაზები აფხაზურ მიწა, ეგრეთ წოდებული მიწაზე სუვერენიტეტს და კონტროლს დაკარგებენ. ამიტომაც ისინი საიმედო შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდნენ და ასლან ბჟანიას არ უშველა რკინის ჯებირება, რომელიც მას სპეციალურად ააშენა სამთავრობო, ეგრეთ წოდებული სამთავრობო შენობების პერიმეტრზე. როდესაც რატიფიკაცია ეგრეთ წოდებული პარლამენტს ამ შეთანხმების რატიფიკაცია უნდა მოეხდინა და სწრაფად დაიბარეს რაღაც უცებ შეიკრიბა ხალხი. ბჟანი იძულებული იყო ქალაქი დაეტოვებინა სოხუმი და სოფელ ტამიში ჩავიდა უჩამჩირის რაიონში, იქიდან ტამიშელია ის და იქიდან დაიწყო მართვა. 15 ნოემბერს დაიწყო ეს ყველაფერი და 19 ნოემბერს მოკლედ კრიზისი განიმუხტა. ბჟანია შეთანხმდა იმაზე, რომ ის გადადგებოდა, ოღონდ გარკვეული პირობებით, სხვათა შორის ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა გადადგომის დროს წასულმა მხარემ ამდენის მიიღო საშუალება. ვიცე-პრეზიდენტი გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებელი, მაგრამ მთავრობის მეთაურები გახდა პირობითად ოპოზიციის წარმომადგენელი, მაგრამ საინტერესოა, ყველა დე-ფაქტო მთავრობის წევრმა შეინარჩუნა თანამდებობა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ანუ ფაქტობრივად ეს ბერკეტები წამსვლელმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა. შესაბამისად, ასლან ბჟანიას გუნდმა მიიღო დიდი უპირატესობა ახალი საპარლამენტო არჩევნებისათვის, იმიტომ რომ მან შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება, დე-ფაქტო ადმინისტრაციული რესურსის შენარჩუნება, რაც მთავარია. ძალიან მალევე გამოჩნდა თუ ვინ იყო კრემლის ფავორიტი. კრემლის ფავორიტი აღმოჩნდა ბადრა გუმბა, რომელიც ასლან ბჟანის პრეზიდენტობის დროს იყო ვიცე-პრეზიდენტი. ბადრა გუმბა ეხა კაცი არ არის აფხაზური პოლიტიკის, მას ალექსანდრე ანქვაბის მინისტრობის პრეზიდენტობის დროს დე-ფაქტო კულტურის მინისტრის თანამდებობა ეკავა, ხოლო ბჟანის დროს 4 წელი იყო, თითქმის 5 წელი იყო ვიცე-პრეზიდენტი. ხო, საინტერესოა ის, რომ ბჟანია სულ 4-5 თვე ქონდა დარჩენილი, მაგრამ საკითხი იმდენად აქტუალური იყო, რამდენიმე თვით ადრე მოუწია ფაქტიურად გადადგომა. და ბჟანია თავადაც აპირებდა ხელახლა კენჭისყრას, მაგრამ როგორც ჩანს კრემლში გადაწყვიტეს ეწაგებული თამაში იქნებოდა, მათ ბადრა გუმბაზე შეარჩიეს არჩევანი, ხოლო მეორე მხრიდან იყო ადგურ არძიმა, ასევე აფხაზური პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი, ის არ არის უცხო კაცი, მათ ძალიან კარგად იცნობენ, ის ბჟანიას კონკურენტი იყო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ხოლო მანამდე იყო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი როცა ხაჯიმბა იყო. ის არძიმა ხაჯიმბას დაჯგუფების წევრია. რაც შეეხება ბადრა გუმბას, ის არის ბაღაბში სერგეი ანქვაბისა და ასლან ბჟანიას დაჯგუფების წევრი. და ანქვაბის გამოზრდილია როგორც პოლიტიკოსი. ეს ანქვაბი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უხუცესი პოლიტიკოსია, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს აფხაზურ პოლიტიკაზე დღემდე. მას სხვათა შორის თბილისთანაც ძალიან დიდი კავშირები ჰქონდა, ეს საბჭოთა საქართველოს პირობებში შინაგან საქმე მისის მოადგილეც კი იყო. ასე რომ ეს რაღაც ქართული კავშირები მისთვის და ქართველებთან ურთიერთობა რაღაც უცხოხილი არ იყოს, მაგრამ ეხლა ასაკშიცაა და ნუ ეტყობა რუსეთის მეუხებით ის როგორც ჩანს ნელ-ნელა ჩამოშორდება აფხაზურ პოლიტიკას. ფორმალურად მაინც, თუმცა არაოფიციალურად შეიძლება მან შეინარჩუნოს ისა გავლენა. საინტერესო რა არის ახლა
აფხაზეთში ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. უпростоროთ დე-ფაქტო პრეზიდენტი გადადგა. მესამე შემთხვევა, მანამდე ეს იყო, როცა ალექსანდრე იანკვაბი გადადგა, ეს იყო 2014 წელი, შემდეგ იყო 2020 წელი, როცა ხაჯიმბა გადადგა და ეს არის მესამე შემთხვევა, როცა ასლამ ჟანიას მოუწია გადადგომა. მაგრამ წინა შემთხვევებში რუსეთს ესეთი ჩარევა, ესეთი მკვეთრი არ ყოფილა. იყო მაგალითად როცა 2009 წელს როცა არზიმბა გარდაიცვალა და ბაღებში იყრიდა კენჭ პუტინმა ღია დაუჭირა ხარი ხაჯიმას მათ ბილბორდებიც კი გამოიფინა მაგრამ აი საინტერესო რა პუტინის ხარდაჭერმა კანდიდატმა არჩევნები წააგო პარალელი მინდა გავაკეთო ცხინვალის რეგიონში ბევრჯერ მომხდარა ესეთი რამე რუსეთის ხარდაჭერილი კანდიდატს არჩევნები წაუგია და ეს რაღაცა დიდი იშვიათი შემთხვევა არაა ხოლმე ხშირად იღებს ეგრეთ წოდებული ოპოზიციის წარმომადგენლებს და მანდამაინც დე-ფაქტო პრეზიდენტები მეორევადით არჩევას ვერ ახერხებენ და მსგავსი რამეც იყო აფხაზეთში ამ კუთხით და ამიტომ ეს არის საინტერესო რომ პუტინის ფავორიტმა წააგო მაშინ სერგეი ბაღავშამ შემდეგ არჩევნებში უკვე რუსეთი უფრო სუბუქად ერეოდა კი ქონდა შეიძლება რაღაც სიმპათიები მაგრამ ესე ღია არ ყოფილა მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც მსგავსი ტოტალური ჩარევა მოხდა არჩევნებში და კრემლმა პირდაპირ თქვა ვინ იყო მისი კანდიდატი. ნუ ესე არ უთქვია ეს არის ჩვენი კანდიდატი თუ ისინი ნებისმიერ არჩევანს დაუჭერენ მხარსო, მაგრამ ნუ საქმე სხვა რამე აჩვენა და ეხლა ამ საქმეებს ჩამოვთვლი, ახლა რამ გამოხოვლინა რომ ის ღიად ჩაერია, ხო? იანვარში დაენიშნა აფხაზეთის კურატორად სერგეი კირიენკო. მანამდე იყო დიმიტრი კოზაკი 2020 წლიდან. დიმიტრი კოზაკი არის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საკმაოდ გავლენიანი კაცი და პუტინის მეგობარი, ჯერ კიდევ პეტერბურგის მერიიდან. ყველა პოლიტიკური საკითხი მანამდე მასთან თანხმდებოდა, მაგრამ ახლა მისი ნაკლისი იყო ის აფხაზი და ცხინვალის რეგიონში ამ 5 წლის განმავლობაში არ ჩასულა. მოსკოვში ხვდებოდა ძირითადად დე-ფაქტო ლიდერებს და იქ აგვარებდა ეს საკითხებს. ნუ კურატორები სხვაც ბევრი არიან, ახლა სხვადასხვა სამინისტროს მთავრობაში მაგალითად ვიცე-პრემიერი ნოვაკია. მაგრამ ძირითადად სტრატეგიული თემები და პოლიტიკური საკითხები მაინც დიმიტრი კოზაკთან წყდებოდა. მაგრამ ბოლო პერიოდში რაღაცა შეინიშნება რომ კოზაკი ნელა ჩამოშორებული იყო, მაგრამ ახალი კურატორი არჩენდა, მაგრამ იანვარში გამოჩნდა, იმიტომ რომ უცებ სერგეი კირიენკო, რომელიც არის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, ამ დროს ოკუპირებულ რეგიონებში პასუხისმგებელი, პიროვნად ხშირად ჩადის უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში და რუსეთის შიდა პოლიტიკაზეც ის აგებს პასუხს. ანუ ის რომ მაგალითად არჩევნებზეა პასუხისმგებელი და სისტემური ოპოზიციის პარლამენტში შეყვანაზე სწორედ მას ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა. მანამდე სხვათა შორის სურკოვის პასუხისმგებლობა იყო, რომელიც ძალიან ცნობილი პოლიტიკური ფიგურა დღეს ჩამოშორებულია მეტნაკლებად რუსულ პოლიტიკას, ესაა სერგეი კირიენკო, რომელიც აფხაზური პორტფელის დაუმატეს. მას და საინტერესო ის არის, რომ კირიენკო სოხუმელია, სოხუმშია დაბადებული. იანვარში ის მოულოდნელად ჩავდა ყველასათვის და მალევე გაირკვა სერგეი კირიენკოს ვისთან ჰქონდა სიმპათიები, იმიტომ რომ თებერვალში კიდევ ერთხელ ჩამოვიდა და ის შეხვდა ბადრა გუმბას, რომელიც იყო აღარ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, იყო კანდიდატი ერთ-ერთი. რაც ეხლა ნიშნავს რომ შენ ვიღაცას უპირატესობას ანიჭებს, ხო? თუმცა ეს შეიფუთა იმით, რომ აი მან სოხუმის აეროპორტი მოინახულა კირიენკო და ბადრუ გუმბა იყო აეროპორტის აღდგენის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი აფხაზური მხრიდან. და ნუ ეს იქნა გამოყენებული, მაგრამ ეხლა კარგი ეს დავიჯერეთ, მაგრამ გუმბა აღმოჩნდა ჩადის მოსკოვში და ხვდება რა ვიცი ვინმე მინისტრი თუა რუსეთის მთავრობაში ყველა შეხვდა. მათ შორის შეხვდა სერგეი ლავროვს. და ესეთ ისინი დაიწერა სერგეი ლავროვის უწყება დაწერა რომ ისინი შეხვდნენ აფხაზეთის გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს. გავსი რაღაცა. ნუ ბუნებრივია ეს ნიშნავდა რომ ეს ღია მხარდაჭერა. შეხვდა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს გრაბჩაკს, რომელიც კურირებს ამ ოკუპირებულ რეგიონებს და მეორე დღესვე მოგვარდა ენერგო პრობლემები. შეხვდა ფინანსთა მინისტრს სულიანოვს და მეორე დღესვე მოგვარდა ფინანსური პრობლემები, რომელიც შეგდებს სექტემბრიდან ქონდა შეწყვეტილი. და ის დანაკლისი დაფინანსებაში ხელფასების რაც იყო, ანუ მეორე დღესვე მოგვარდა, იმიტომ რომ მართლა როცა შეხვდა მეორე დღეს ეს ფიზიკურად გადაერიცხა ეს ფული. სოხუმის აეროპორტში პირველი რეისი მოსკოვიდან როცა შესულა სატესტო რეისი, მისი პირველი მგზავრი ვინ იყო? ბადრა გუმბა იყო მისი პირველი მგზავრი. ეხლა აღარ მახსენდება სხვა დეტალები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეხლა მე მგონი საკმარისია რომ თქვა, რომ თუ ვის უჭერთ მხარს რუსეთი, ხო, კრემლი. გარდა ამისა, მათ ჩათვალეს, რომ კრემლის ღია ხარდაჭერა როგორც ჩანს საკმარისი მაინც არ იქნებოდა, იმიტომ რომ წინა არჩევნებზე ახშობთ, როდესაც რუსეთი მხარს უჭერდა, ყოველთვის იმ კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა, მაგრამ აქ სხვა ტექნოლოგიები ჩაერთო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ჩარევა იყო უპრეცედენტო, მსგავსი მასშტაბის მართლა არ ყოფილა და იყო ნოვაციაც. სიახლეები იყო ამ საარჩევნო პროცესში. პირველად მოხდა აფხაზეთის ისტორიაში, როცა სოციალური გამოკითხვა ჩატარდა
არასდროს არ ჩატარდებულა მოსახლეობის გამოხდა მithumetes პოლიტიკურ საკითხებზე ესე ღიად რუსული კომპანიის მიერ თან ისე იყო 2-3 დღე ხალხი კითხულობდა ტელეფონზე გვირეკავენ და კითხულობენ თქვენ ვის უჭერთ ხარსო და ხალხი შოქში იყო რა ხდება ეს აღმოჩნდა რომ ეს შეთანხმებული იყო იქ რაღაცა კრემლის დონეზე და ამ რა შედეგები და ამ შედეგები დაიდრო ბადრა გუმბა იყო ფავორიტი და ის დიდი პირატესობით მოუგებდა მის კონკურენტს ადგურ არწივას აშკარა იყო რომ რუსი პოლიტექნოლოგი იყვნენ ჩართული ძალიან ყოფილი შავი პიარი აგორდა კონკურენტების წინააღმდეგ და დაიწყეს მაგალითად რომელიც წინაარჩევნებზე მე არ დამიფიქსირებ ესე ღიად მუსიკალური კლიპები ბადრა გუმბას სასარგებლოდ იქ რა ვიღაცა ლექსამბობდა ვიღაცა რაღაც გამოფენას აწყობდა რაღაცა რეპის სტილში ჩაიწერა მაგალითად ერთი რომელიც ძალიან ისეთი იყო ბადრა გუმბასთან დაკავშირებით იუმორისტულიც გამოვიდა საბოლოო ჯამში მაგრამ ეს ახალი ტექნოლოგი იქნა გამოყენებული კიდევ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი პირველად მოხდა რომ კანვიას დააბრალეს პროთურქულობა ეს ადგურ არძიმა რომელსაც თავის დროზე სკოლა დამთავრებული თურქულ კოლეჯში რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე თურქების დაფინანსებულ კოლეჯში ფეიქ პასპორტი გაუშვეს მისი თურქეთის და ის პროთურქული ისაა და ამაზე იმუშავეს რომ ნახეთ პრორუსი ანტირუსია ისა და თან არის პროთურქი და საინტერესო ისაა რომ არჩევნების წინა დღეს თურქეთში გახსნილი იყო საარჩევნო უბანი და დაიხურა ესა. თქვენს რომ ერთ თურქეთის ხელისუფლება არ მოგვს ამის ნებართვა, მაგრამ შეგვიძლია დაუკავშიროთ იმასაც და სავარაუდოდ იქაური ამომრჩევლები ადგურ არძიმას დაუჭერენ მხარს. და ამ პროთურქულების კონტექსტში საინტერესო იყო, რომ წარმოეჩინათ ადგურ არძიმა როგორც ანტისომეხ კანდიდატი. და პირველად მოხდა რომ სომხურ დასახლებულ პუნქტებში ტოტალურად მხარი დაუჭირეს ერთ კანდიდატს მხოლოდ. პრაქტიკულად 100%-იანი მხარდაჭერა იყო ბადრა გუმბას. სასარგებლო. ანუ დიასპორებიც იყო ჩართული ამ ყველაფერში თუ უბრალოდ პროპაგანდის საფუძველზე მოახერხეს? რუსული პროპაგანდა იყო, დიასპორაც იყო და დიასპორის ლიდერების ადგილზე. მე თქვენს რომ მაგალითად ერთ დიასპორის ლიდერს ესე შეღავათიანი კრედიტი გამოუყვესო და ჩვენ კი ვარ ვართო წინააღმდეგი, მაგრამ ეს ხო პოლიტიკური იმისთვის იქნა გამოყენებულიო, ხო? ბუნებრივია ეს მსგავსი დონის გარიგებაც იყო. თან აფხაზეთის ტერიტორიაზე სომეხ პოლიტიკაში ნაკლებად ვერ ერევიან, იმიტომ რომ პოლიტიკის კუთხით ფაქტიურად ისა ეთნოკრატიული მართლობა რა აფხაზები მართავენ პოლიტიკას სხვა ეთნიკური ჯგუფები კაი ქართველებს არაფერს არ მომხმარა სომხები იმიტომ რომ ისეც აპარტეიდის პირობებში ცხოვრობენ გალისიაში მაგრამ სომხები რუსები რომ დიდი რაოდენობით არიან ისინი ძალაუფლებას ვერ იყოფენ აფხაზეთთან მხოლოდ აფხაზები არა სიმბოლოდ არიან სომხები და აფხაზები ისა რუსები მხოლოდ ხელისუფლება დეპუტატების სახით ან მინისტრის მოადგილისა მინისტრის სახით წარმოქმნიან და ასე რომ ეს პროთურქული ანტისომხური საკითხი ადგურ არძიმას კუთხით გამოყენებული ძალიან და ეს ხო პირველი შემთხვევა რამაც ამ ფაქტურად ეთნიკური შუღლი გააღვია იმიტომ რომ იქ რაღაც დაპირისპირება იყო ეთნიკურად სომხებსა და ადგურ არძიმას ხარდამჭერებს შორის რამაც მე შემდეგ ეთნიკური შეიძინა და რუსეთის ხელისუფლება საგამოძიო სამსახურა ბასტრიკინიც ჩაერთო განცხადება გააკეთა ამაზე სისხლის სამართლის საქმე აღზო რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტზე და იქ რაღაც ტერორიზმიც აღარ მახსოვს ზუსტად ტერორიზმის აღძრეს საქმე იმიტომ რომ ის სომხები წყობენ რუსეთის მოქალაქეა ანუ ამ მასშტაბის ჩარევა მოხდა მაშინ ეხლა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი რომელიც არ დაგვაუწყეს რაღაც ეს ნოვაცია თუმცა ეს მანამდე ცხინვალის რეგიონში იყო გამოყენებული და აფხაზეთში პირველად გამოიყენეს ორ ოპოზიციონერს რომელს ფაქტიურად ასლამჟანის გადაყენება გამოიწვია ტრიუმვირატი იყო ფაქტიურად ერთ-ერთი იყო ადგურ არძიმა დანარჩენი იყო ეს ლევან მიქა ადგილობრივი ბიზნესმენი იყო თუმცა ეროვნული გმირი აბძოლია ქართველების წინააღმდეგ, მაგრამ ხანდახან მას ბრალდებდნენ, რომ ის ქართველებთან ძალიან კარგად ურთიერთობებს, რაღაც ბიზნესებს ალაგებს და რაღაც სახალხო დიპლომატიაში მოლაპარაკებს და მესამე იყო კან კვარჩია, რომელიც არის დეპუტატი და ერთ-ერთი ცნობილი ოპოზიციონერი, რომელსაც საპრეზიდენტო ამბიციებიც კი ჰქონდა, მაგრამ ამ ტრიუმვირატიდან რომელსაც გაილაჩქრა ასლამჟანია წინააღმდეგ, არძიმბას ეს აღარ გაუკეთეს, იმიტომ რომ კანდიდატი იყო და ძალიან ღია ის იქნებოდა გუმბას ხარდაჭერე აქცია კანკვარჩიაზე ლევან მიქას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს არის პირველი შემთხვევა აფხაზურ-რუსულ ურთიერთობაში, როდესაც აფხაზებს ჩამოართვეს მოქალაქეობა. მანამდე ეს მეთოდი გამოყენებული იყო ცხინვალის რეგიონში, სადაც სამ დეპუტატს ჩამოართვეს რუსეთის მოქალაქეობა. ეს პოლიტიკური მიზნებისთვის იყო გამოყენებული, მაგრამ ამას შეგვიძლია სხვა რუსულ ლაპარაკოთ, რატო იქ რაღაც ქართული კონტექსტებიც იყო, საინტერესო ესაა, ქართული რუსული დაუხლობის კუთხითაც გაკეთა ეს ამბავი. მაგრამ აქ იყო სუფთა დაჟა იმ ხალხისა, რომელმაც საინივსტიტუტო შეთანხმების წინააღმდეგ გაილაჩქა. რა გზავნილი იყო ეს ამ ხალხის წინააღმდეგ, რო? ყველა ვინ საინივსტიტუტო შეთანხმების ან სხვა მათი ხედვით ღიად პრორუსული გადაწყვეტილებების ხარდაჭერი იქნება, დაიჭება. პარალელურ რეჟიმში ჩვენ არ დაგვავიწყოს, რომ ეს საინივსტიტუტო შეთანხმება იყო ერთ-ერთი ბოლო წვეთი, თორემ მანამდე
იყო უცხოეთის აგენტობის კანონი. მაშინ როცა საქართველოში ეს მივიღეთ, ოკუპირებულ აფხაზეთში კანონი უცხოეთის შესახებ ჯერ არ არის მიღებული. თუმცა ამის მიღება შეიძლება აღარ გახდეს საჭირო, იმიტომ რომ რაღაცა გლობალურადაც საქართველოში ცეცხლია რაღაც ვითარება და ეს დაფინანსებები თავად შეეზღუდოთ იქ აფხაზეთში მოქმედ არასართულმდებლო ორგანიზაციებს და ვერ მიიღონ ეს დაფინანსება, მაგრამ საინტერესოა წლებია ცდილობენ ისინი კანონის უცხოეთის აგენტების შესახებ მიღებას, მაგრამ ამის მიღება ვერ მოხერხდა. და ეს არის აფხაზეთის მიერ აღებული ვალდებულება რუსეთის წინაშე. აფხაზეთს და რუსებს აქვს ხელმოწერილი ერთიანი სოციალური ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა, სადაც თვალსაჩინოა 45-მდე პუნქტია, მას ხელი მოეწერა 2020 წელს და 2020 წლის შემდეგ რაღაცები შესულა, რაღაცები ვერა. ერთ-ერთი არის საინვესტიციო შეთანხმება, ერთი არის კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ და ასევე ენერგეტიკას მნიშვნელოვანი სფერო, იმიტომ რომ რუსები ითხოვენ ენერგოინფრასტრუქტურის გადაცემას, რასაც აფხაზები უზალიანდებიან. ბოლო წლებში ახლა აფხაზებმა წინამდებობა გაუწეს ამ უცხოეთის აგენტების კანონი არ მიიღეს, ენერგეტული ინფრასტრუქტურას არ აძლევენ, უძრავი ქონების გადაცემა არ უნდა და მიწის გადაცემა არ უნდა და ამის წინააღმდეგი არიან. ამის ნაწილი იყო სხვათა შორის აპარტამენტების კანონი, რომელიც ვერ მიიღო ასლამბჟანიამ სხვათა შორის. ძალიან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაშინ როცა ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა მოახერხა, ეს იყო გამონაკლისი. მაგრამ აპარტამენტის კანონის მიღება ვერ მოახერხა, იმიტომ აპარტამენტის კანონის აფხაზებისთვის არის, რომ ჩვენ ფაქტობრივად რუსეთის მოქალაქეებს უნდა მივცეთ ეს საცხოვრებელი ფართი, რაც ნიშნავს, რომ რამდენიმე წელიწადში 100,000 რუსი იქნებოდა და ჩვენ დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე დავდგებითო. და საინვესტიციო შეთანხმება ეს უბრალოდ პიკი იყო. ყველაფერზე თორე მანამდე ძალიან ბევრი საკითხი მწვავე იყო, სადაც ჩამოუთვალე ახლა, რომელიც საქმე აქამდე მიიყვანა. და ამან ასე თქვა აფეთქება გამოიწვია სიტუაციის და ესე სწრაფად გადაწყდა. ნუ საბოლოო ჯამში ამ წინააღმდეგობის და ამ რუსული მეთოდების გამოყენების ვიღაცებს ჩამოართვეს მოქალაქეობა. ნუ ამით ეს ადგილარზემა ფაქტობრივად დაემუქრეს თუ შემდეგი შეникნებიოდა. ეხლა რას ნიშნავს აფხაზისთვის მოქალაქეობის ჩამოართვა? აფხაზეთის გარეთ ის ვერ გავა. თუ მაგალითად ზუგდიდიდან არ გადმოვიდა, ხო? რაც ეს ჩვენთვის ეხლა ჩვენ სხვანაირი ტიპის პოლიტიკა გქონდეს, ხო? ერთგვარი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რომ გამოვიყენოთ ეს ყველაფერი, ხო? ასე საბოლოო ჯამში ბადრაგუმმა გაიმარჯვა და რო გაიმარჯვა ძალიან მალევე მას მიულოცა პუტინმა, რაც იყო ნიშანი, რომ გამარჯვებული ცნობილია და წინააღმდეგობა და საპროტესტო განწყობები უნდა ჩაში. თუ არ ვცდები, პუტინმა მანამდე მიულოცა, სანამ ოფიციალურად იყო გამოცხადებული საბოლოო შედეგები. იმიტომ რომ რაღაც დებატები იყო არჩევნების პერიოდში, რომ მოიგო არ მოიგო, თან მეორე ტური იყო, პირველ ტურში ვერ მოიგო და რაღაც იყო დებატები, რაღაც გაურკვევლობა, ორივე მხარე ამბობდა მე მოვიგე და მერე უკვე პუტინმა გადაწყვიტა, ასე ვთქვათ. მალევე მიულოცა, პირველ მარტს იყო მეორე ტური 2-ან 3-ში, აი 3-ში მაქსიმუმ მიულოცა, აღარ მახსოვს ახლა ზუსტად, მაგრამ ძალიან მალე განხორციელდა ეს დროში რა. ეს ნიშნავდა, რომ ნუ ბეჭედი დასმული იყო, გამარჯვებული ცნობილია და შესაბამისად იძულებული გახდა ადგილ-არძიმაც მან აღიარა არჩევნების შედეგები, მაგრამ არ მიულოცა, პირადად არ მიულოცა. მაგრამ სხვათა საინტერესო ისაა, რომ ინაუგურაციაზე ადგილ-არძიმა იმყოფებოდა. ესწრებოდა სხვა კონკურენტები და ადგილ-არძიმა იყო იმ ინაუგურაციაზე და ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც სერგეი კირიენკაც ესწრებოდა 2 აპრილს სხვადასხვა. ასე რომ ბადრაგუმმა გამარჯვებულია რუსეთის მხარდაჭერით, იმიტომ ის არ იყო მანდა ესეთ გავლენიანი პოლიტიკოსი. ის ჯერ კიდევ ანქვაბის იმათ ითვლება და ახლა კითხვა ესა რამდენ შეძლებს ის ანქვაბის გავლენისგან განთავისუფლებას, ხო? ესეც აქტუალურია. და ხო საინტერესო რა არის, ეს არის პირველი პრეზიდენტი, დე-ფაქტო პრეზიდენტი, რომელსაც ომში მონაწილეობა არ მიუღია. და ადგილ-არძიმაც იყო ესეთი, რომელსაც ომში მონაწილეობა არ ქონდა მიღებული. ეს ნიშნავს, რომ ახალი ერა იწყება ზოგადად ოკუპირებული რეგიონის პოლიტიკაში. და შესაძლოა ქართულ აფხაზურ მოლაპარაკებებშიც. იმიტომ რომ ჩვენ უკვე შევხვდებით იქ თაობას, იქეთ ამ მხრიდან, რომელსაც ომი მხოლოდ ესე სკოლიდან იცის, ან ოჯახებიდან იცის და ფიზიკურად არ აქვს მონაწილეობა მიღებული. თუმცა რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ვინც ომში აქვს მიღებული მონაწილეობა, მაგრამ აღარ მგონია უკვე პრეზიდენტი გახდეს ახან ბადრაგუმბა. ეს ბოლო არჩევნები იყო, ჩემის არის, სადაც შანსი იყო, რომ კიდევ აერჩიეთ ეგეთი პრეზიდენტი, ომში მონაწილე. მაგრამ ახლა ბადრაგუმბას შემდეგ თუ ჩაათავა მან 5 წელი, ბოლო წლები 10 წელიწადში ახლა სამჯერ ქონდათ ეს ფაქტებრივად გადატრიალება და ეხლა შეიძლება 5 წელი ამანაც ვერ ჩაათავოს, მაგრამ ნუ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკვე ომში მონაწილე გახდეს. ანუ ეს ნიშნავს, რომ ახალი თაობა და ახალი პოლიტიკა მოდის, რომელიც უფრო რუსიფიცირებულია და ქართველების მხრიდან მათთან საუბარი კიდევ უფრო რთული იქნება. შეიძლება პარადოქსალურად ჟღერდეს, მაგრამ ის, ვინც ომში მონაწილეობს, ქართველებთან მოლაპარაკებებზე უფრო მიდიოდა, სხვათა შორის და მათი განცხადებები საქართველოს მიმართებაში უფრო იმედის მომცემი იყო მოლაპარაკების კონტექსტში.
ვიდრე იმ ხალხსა, ვინც ომში არ მონაწილეობდა და ვინც უფრო ამ ომის შემდეგ არის გაზრდილი და განათლება ძალიან ისეთ გარემოში აქვს, ნაციონალისტურ გარემოში აქვს მიღებული და ძალიან ბევრს მათ შორის რუსეთში აქვს შემდეგ მიღებული. ასე ბადრა გუმბა ცალსახად ახალი თაობის წარმომადგენელია აფხაზურ პოლიტიკაში. მაგრამ ჯერ კიდევ რაღაც არსებობს ეჭვები, რამდენიც შეძლებს ის დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის თამაშს. საიდან მოდის ეს კითხვები, ხო? ბევრი ამბობს, რომ ეს არის ალექსანდრე ანქვაბის მიერ გამოზრდილი პოლიტიკური ფიგურა. მის ხელში, ასე ვთქვათ, გაიზარდა. დღეს ალექსანდრე ანქვაბის როლი ცოტა გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ ის ბადრა გუმბას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, ეხლა ჯერ უცნობია თუ რა როლის შესრულება შეუძლია მას. არის ეჭვი, რომ ის ალბათ ახალ მთავრობაში ვერ მოხდება. თავისი ასაკის გამო თუ რუსეთს არ უნდა რომ თლათ ესეთი გავლენიანი კაცი იყოს აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობაში, ასე რომ ეს იქნება ერთგვარი გუმბას გამოწვევა, რომ თავი დაიხსნას ანქვაბის გავლენებისგან, რომელიც ალბათ აფხაზეთში ბოლო 35 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც ყოველთვის ინარჩუნებდა რაღაცი ტიპის გავლენას, ოპოზიციაში იყო თუ მთავრობაში იყო. ის ყოფილა პრეზიდენტიც იყო, პრემიერ-მინისტრიც იყო, დეპუტატიც იყო, ერთი პერიოდი საერთოდ ბიზნესმენიც იყო და ამ რანგით ცდილობდა პოლიტიკაში მონაწილეობას, რაღაც 90-იან წლებში რაღაც მომაკვე საერთოდ რუსეთშიც მოღვაწეობდა ესე და შემდეგ დაბრუნდა აფხაზეთში, ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ამ კუთხით. ბადრა გუმბას გარდა იმისა, რომ ეს ანქვაბისგან დახსნა მოუწევს, ხა მთავრობის ფორმირება აქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, ხო? საინტერესო ის არის, რომ 2 აპრილს მოხდა მისი ინაუგურაცია. დღეს უკვე 18 აპრილია, ხო? უცნობია ვინ არის ახალი დე-ფაქტო მთავრობის წევრები. დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი უკვე ვიცით, ეს არის საკმაოდ გამოცდილი სხვათა შორის. უფრო ტექნოკრატი პრემიერ-მინისტრი იქნება ვლადიმერ დელბა, რომელიც ფინანსებთან და ეკონომიკასთან იყო მუდმივად კავშირში წინა მთავრობების დროსაც და ეხლაც ის იქნება პრემიერ-მინისტრი და ის უფრო ალბათ ტექნოკრატი პრემიერ-მინისტრი იქნება ვიდრე პოლიტიკოსი პრემიერ-მინისტრი. მაგრამ ვინ იქნება შემდეგი მინისტრები ეჯერ ჩვენ არ ვიცი და ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს სხვათა შორის რატო არ ვიცით ამდენი ხნის განმავლობაში, ხო? ეს ნიშნავს, რომ არ არის რაღაც შეთანხმება გარკვეულ კანდიდატებთან დაკავშირებთ, იმიტომ რომ სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებია. ბჟანიას შესაძლოა მისი კანდიდატურები ყავს, ასლან ბჟანიას გადამდგარ დე-ფაქტო პრეზიდენტს, ასევე ალექსანდრე ანქვაბს და გარკვეული მოთხოვნები ექნება რუსეთს, რომელსაც უნდა კანდიდატები, რომლებიც უფრო დამყოლები იქნებია მის მოთხოვნებთან დაკავშირებით, ხო? იმიტომ რომ გუმბას ძალიან დიდი გამოწვეველი ეხლა გუმბას ხარდაჭერა კრემლის მიერ არ მომხდარა, იმიტომ რომ ახალგაზრდა პერსპექტიული პოლიტიკოსია, ხო? მათ გუმბაზე დადეს ფსონი, იმიტომ რომ ჩათვალეს, რომ ის მასზე უფრო მეტად განხორციელდება, ასე ვთქვათ, კონტროლი მათი მხრიდან და ეს შეასრულებს იმას, რის შესრულებას ვერ შეძლო ასლან ბჟანიამ. თავი საკითხი აქ იქნება საინსტიტუტო შეთანხმების მიღება, შეიძლება მას სხვა სახელი გადაერქვა, სხვანაირი ფორმით იყოს, გარკვეული ცვლილებების განხორციელების, იმიტომ რომ ამის მინიშნება იყო სხვათა შორის არჩევნებამდე, როცა ის ალექსანდრ ნოვაკს რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერს შეხვდა, ბადრა გუმბა იქ ითქვა, რომ გადავხედავთ ჩვენ ამ შეთანხმებას, ისე რომ ორივე მხარისთვის იყოს ეს მისაღები. ანუ რაღაცა დათმობები, პირობითად დათმობები შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ შედეგი საბოლოო ჯამში ალბათ ერთი იქნება, რომ რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა, რომ აფხაზეთის ეკონომიკაში მეტი როლი შეასრულოს და მეტი გავლენა მოიპოვოს აფხაზური ბიზნესის ხარჯზე. რაც რისკი შემცველი იყო წინა დე-ფაქტო პრეზიდენტებისათვის და ალბათ გამოწვევა ექნება ბადრა გუმბასთვის. ვერ ვთქვი, რომ ახლა ეს რამდენიმე თვეში მოხდება, იმიტომ რომ გუმბა გამარჯვებულია, კრემლმა თქვა, რომ ეს კაცია გამარჯვებული და პენსიები თუ გინდათ, ელექტროენერგია თუ გინდათ, ამ კაცს უნდა იმეგობროთ და ის მოთხოვნები უნდა შეასრულოთ, რომელიც კრემლის მხრიდან გვაქვსო. მაგრამ აფხაზურ პოლიტიკას თუ ვაკვირდებით, ეხლა ბოლო 35 წლის განმავლობაში ვნახავთ, რომ იქ რაღაც ადამიანების მობილიზაცია რაღაც საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია. ამ ხალხს თავისუფლად შეიძლება გამოვიდეს ადმინისტრაციის წინააღმდეგ, სადაც ესეთ ხუმრობაცაა აფხაზეთში 1000 კაცამდე თუ შეიკრიბა, მათ თავისუფლად შეუძლიათ მთავრობის გადაყენება და პრეზიდენტის გადაყენება. მართლაც ესეა, ხა 1000-მდე კაც შეიკრიბება, იქ კადრები როცა შეგვიძლია ვნახოთ, იმ ადმინისტრაციის შენობების წინ შეიკრიბეს, ის კინიჟებირები ჩამოხსნეს, მე შენობაში შეიჭრეს და ფაქტობრივად დაასრულეს, ხო? დე-ფაქტო ხელისუფლება. წინა შემთხვევაში მსგავსი რაღაცა იყო. ანუ ამის რისკები არსებობს, ასე რომ ბადრა გუმბა საკმაოდ მალე მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ რუსეთსაც საკმაოდ სწრაფად უნდა ამის გაკეთება. ბოლო პერიოდში შეინიშნება, რომ აფხაზეთში რუსეთის ყოფნა გაძლიერებულია.
თუ ადრე 2022 წლამდე განსაკუთრებით ის ესე ინტენსიურად არ იყო ჩართული, ეხმარებოდა აფხაზეთს ეკონომიკურად, ფინანსურად, ეხლა თავად რუსეთის ყოფნა არის გააქტიურებული და რუსეთის ეკონომიკური აქტიურობა რაც შეიძლება მიუთითდეს მის ინტერესები, გაზრდილ ინტერესებზე აფხაზებთან მიმართებაში, ხო? ავიღოთ ეხლა სოხუმის აეროპორტი, რომელიც ძალიან აქტუალური თემაა დღეს. დღე-დღეზე უკვე პირველი ოფიციალური რეისი შედგება იქა და ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია მოსკოვიდან და ნიჟნი-ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით. სოხუმის აეროპორტი სრული რუსული დაფინანსებით ააშენა რუსულმა კომპანიამ. ამ რუსული კომპანიის მფლობელი და დირექტორი არის რაშიდ ნურგალიევი, რომლის მამა ასევე რაშიდ ნურგალიევი, სახელი და გვარი მათი იდენტური აქვს, არის უშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რუსეთში. პუტინის დიდი ხნის კლანის წევრი, ასე თქვა, დიდი ხანია იცნობს ის პატრუშევთან დაკავშირებული ადამიანის რაშიდ ნურგალიევი და რომელიც ამ დროს არის კურატორი ოკუპირებული რეგიონებისა. მის შვილმა აშენა ეს აეროპორტი ახლა. აქ მიიყვეს ადამიანები, თანამშრომლები ყავთ და სხვათა შორის დიდი წინაწილი, ახ უმრავლესობა არა, ალბათ უფრო შედარებით ნაკლებად კვალიფიციური საქმის ალბათ ადგილობრივი შეასრულებელი, მაგრამ კვალიფიციური საქმის აეროპორტში უამრავი თემა ხო, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული, სწორედ რუსეთის მოქალაქეები შეასრულებენ და ისინი მივლინებული იქნებიან იქ. ეს არის აეროპორტის თემა, გარდა ამისა, ბოლო წლებში გააქტიურდა სარკინიგზო გადაზიდვები, დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც აფხაზეთის რკინიგზით საკონტეინერო მატარებელმა ტვირთები გადაზიდა. შემოვიდა ანუ რუსეთიდან, გაიარა აფხაზეთის ტერიტორია და სავარაუდოდ სოხუმიდან ანუ ოჩამჩირის პორტიდან მოხდა ჩვენთვის გაურკვეველი ტვირთვის გადაზიდვა სადღაც სხვა მიმართულებით. სავარაუდოდ ეს საკონტეინერო მატარებელი შემდეგ უკვე დაბრუნდა რუსეთში და იქ შეიძლება სხვა ტვირთიც იყოს, ხო? რკინიგზის ხაზის რეაბილიტაცია მეტნაკლებად მიმდინარეობს, რკინიგზის სადგურები განახდა, თუმცა არ არის განახლებული დღეს შეიძლება საუბრობენ საქართველოს რამდენად რეალურია, ხო, ამ რკინიგზის ხაზის გაყვანა. ეხლა თუ ამის პოლიტიკური გადაწყვეტა იქნება და საქართველოს მთავრობა რუსეთს და აფხაზური მხარე რაღაცა შეთანხმდება, თუმცა ეს რაღაც სხვა რისკებთანაა დაკავშირებული, ტექნიკურად ვამბობ მე ამ საკითხს, რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ ოჩამჩირედან ენგურის დინარე ენგურამდე ხაზი ფიზიკურად არ არსებობს, ანუ იქ რაღაცა გასაკეთებელი, მაგრამ დღეს ეს რკინიგზის ხაზი ოჩამჩირეს სრულდებას და ოჩამჩირეში რატო? იმიტომ რომ ოჩამჩირეში პორტია, რომელიც გამოიყენება სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის, ხო? სხვადასხვა წლებში მაგალითად გვაქვს ინფორმაცია, რომ ხდებოდა იქ ქვანახშირის გადაზიდვა. არა მარტო ტყარჩელის ქვანახშირის, არამედ რომელიც ახლა პრაქტიკულად გაჩერებულია, მაგრამ კუსტარულად რაღაც მოპოვებულის გადაზიდვა შესაძლოა ხდებოდეს. ერთი პერიოდი იყო დონბასის ქვანახშირის გადაზიდვაც ხდებოდა. ეს რაღაც საიდუმლო სქემა იყო არალეგალური შექმნილი, რომელიც დაემალა წარმომავლობა ხდებოდა ამ აფხაზეთიდან, რომელიც გამოიყენებდა როგორც ერთგვარი შავი ხვრელი. რკინიგზის გარდა ბოლო პერიოდში ასე ოჩამჩირის პორტი აუცილებელი სახსენებელი, რომ იქ რაღაცა რუსები აპირებენ სამხედრო პორტის გახსნა, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს განცხადება გაკეთდა, პირადად მე ვერ ვხედავ იქ სამხედრო ტიპის ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნიშნებს. იქ ხდება რაღაც ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მაგრამ სავარაუდოდ ის უფრო სამოქალაქო ტიპისა ეკონომიკურ აქტივობასთან არის დაკავშირებული. აი მაგალითად იანვარში გაიხსნა საკონტეინერო ტერმინალი, რომელსაც შეუძლია 1200 კონტეინერს მიღება და გადამუშავება. რას ნიშნავს ეს, ხო? დიდი ალბათობით აქ რუსული ტვირთები რაღაც შემო, მარტო აფხაზური ტვირთებზე აქ ალბათ არ არის საუბარი. ამდენი ტვირთი სავარაუდოდ აფხაზეთის ეკონომიკა ვერ გამოიმუშავებს, რუსული ტვირთები ჩამოვა და წავა გაურკვეველი მიმართულებით, ხო? ასევე ხდება რაღაცის მიღება, სანქციის გვერდისავლისთვის გაკეთდა ახლა ის ინფრასტრუქტურა, ხო? და ეს პორტიც მოერკვა, აქ სამხედრო პორტია, ხო, ჩამჩირეში, მაგრამ სამოქალაქო ტვირთების გადაზიდვა შეიძლება. მაგრამ რაც შეეხება სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი, აი ესია, სწორედ იმ შეთანხმებაში ნახსნები, რომელიც ჩვენ არ გვინახია თვალით, არც არავის არ უნახია, უბრალოდ ესე თქვა ეს, რომ ესეთი ბაზირების პუნქტი უნდა გაიხსნას. თავიდან мотиваცია იყო, რომ დაემალათ რუსული გემები უკრაინული ერიშებისაგან, მაგრამ ეს უკრაინული გემები იცით, ყირიმის ნახევარკუნძულზე და ნოვროსიაში ყველგან აღწევენ დრონები განსაკუთრებით და დღეს შეიძლება ჩაითვალო, რომ ოჩამჩირეშიც მიაღწევს ეს და აღარ ღირს ამხელა ინვესტიციის გაკეთება. ან შეიძლება ფიქრობენ, რაღაც ომი შეიძლება დასასრულს უახლოვდება და ამხელა ფული ჩადება პორტის განვითარებაში არ ღირს. არა, ამაზე საუბარი მიმდინარეობს, მაგრამ რეალურად ეხლა იქ რაღაც ნიშნები იმისა, რომ რაღაცა კეთდება სამხედრო კუთხით ნამდვილად არ არის. ანუ მიუხედავად ყველაფრისა, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მხრიდან ძალიან სერიოზული ინვესტიციები იდება მომავალზე გათვლილი, ასე ვთქვათ, და რას ემსახურება ეს რუსეთისთვის რა სარგებელი მოაქვს ამ ყველაფერს?
ну რუსეთი აფხაზეთს აღიქვამს უკვე როგორც თქვა რუსეთის გაგრძელება დანამაც, რომელსაც ფორმალურად ექნება დამოუკიდებლობა, ხო? როცა ახლა შენი უსაფრთხოება სხვა ქვეყანა უზრუნველყოფს, როდესაც შენი ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია რუსეთზე, ხო? ეხლა de facto ხელისუფლების სახელით ლაპარაკობ ეხლა. მე ვერ გექნება პრეტენზია იმაზე, რომ რაღაცნაირად დამოუკიდებელი ხარ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ნაჩვენებია ძალიან კარგად, რომ აფხაზები ცდილობენ იბრძოლონ ამ საკუთარი სუვერენიტეტისათვის. და თავი დაიცვან რუსული ზედმეტი ყოფრისგან აფხაზეთში, მაგალითად არაძლევენ უფლებას, რომ მოხდეს მიწების გადაცემა რუსეთის მოქალაქეებზე. ხო, ამაზე ხშირად ამბობენ, რომ აი რუსეთის მოქალაქეებს მე ხო ბევრი შეიძლება ეთნიკურად ქართველი და მათ შორის დევნილი იყოს. ხო, ეს შიშებიც აქვს და ეს შიშებიც ალბათ მათი მხრიდან ძალებში ლეგიტიმურიც არის, ხო? მაგრამ რუსების შემოსვლი ძალიან ეშინიათ, ამას წინააღმდეგობს უწევენ, მაგრამ ბადრა გუმბას პირობებში აღარ მგონია უკვე ეს გახდეს, იმიტომ რომ 2022 წლის შემდეგ არის ნიშნები, რომ რუსეთი უფრო მომთხოვნი გახდა აფხაზების მე. ადრე თუ ის ანგარიშს უწევდა, რაღაცა დათმობებზე მიდიოდა და დღეს უკვე ვხედავ, რომ რუსეთი უფრო აგრესიულია ამ კუთხით, რასაც აი სოხუმის აეროპორტის მშენებლობაც ამას ნიშნავს. მანამდე ბიჭვიტის აგარაკის გადაცემა, ხო? ნუ ოჩამჩირის პორტ ჯერ არაფერი არ ხდება ისეთი საინტერესო, მაგრამ ეკონომიკური აქტივობა იქ ყოველ შემთხვევაში შეინიშნება. აი ნახავ ჩვენ ახლა თუ ენერგო ობიექტების გადაცემა მოუწია აფხაზეთს. საინსტიტუტო შეთანხმების, ანუ ეს წინააღმდეგობის რესურსი უკვე ძალიან შესუსტებული იქნება აფხაზეთში და ნიშნავს, რომ აფხაზეთი მე არ ფიქრობ იმას, რომ აფხაზეთის ინტეგრაციას მოხდეს, არაფერში არ ჭირდება. პირიქით ის ამბობს, რომ პატარა სახელმწიფო, რომელიც მე დავიცავი უზრუნველყოფ, ნახე რამ ხელა ფუძდებ, როგორ ვეხმარებ მას ეკონომიკური პირიქით, ამას შეიძლება პოზიტიურად გამოიყენოს, მაგრამ ყველას გვეცოდინება რა ეხლა, რომ აფხაზეთის ინტეგრაციის ხარისხი რუსეთის სოციალ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკური სამართლების შეჩერება საკმაოდ მაღალი იქნება, ხო და იმდენი ფული იდება ამაში, ხო შეიძლება ხა რუსული გადმოსახედიდან ეს არ არის ძალიან დიდი ფულიო. მაგრამ ეხა აფხაზეთის ძალიან დიდი ფულია, ხო, როცა აფხაზეთის ბიუჯეტი სადღაც 14 მილიარდი რუბლია, აეროპორტი სადღაც 10 მილიარდ რუბლზე მეტი და ანუ ერთი წლის ბიუჯეტის ფულით არის და სოხუმის აეროპორტის მშენებლობა, ხო? ამ ხელა ფული როცა იდება და საინსტიტუტო შეთანხმების გაფორმების პირობებში, ხელმოწერის პირობებში, კიდევ უფრო მეტი ფული წამოვდა რუსული ოლიგარქები ჩადებენ. ხო, რუსული ოლიგარქები დღესაც აქვს, უბრალოდ ეს შეთანხმება კიდევ უფრო მეტ საშუალებას და შეღავაც მიცემს, თორე აი ავიღოთ ტკაჩევი, რომელიც არის კრასნოდარის ყოფილი გუბერნატორი და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი. ნუ რა ვიცი, აფხაზეთში საკურორტო ზონის დიდი ნაწილი სწორედ მისი გავლენის ქვეშაა. ის აფხაზეთის მოქალაქეცაა სხვათა შორის და ანუ აქედან გამომდინარე მან უფრო მარტივად შეძლო ამის ყიდვა, ბევრი მიწაც აქვს, ჰექტრობით მიწა აქვს და ინფრასტრუქტურაც აქვს. ის აფხაზეთს როგორც რაღაც კრასნოდარის მხარის გაგრძელებას უყურებენ. აი აეროპორტზე ძალიან ხშირად აი არგუმენტი რა არის, რატო ჩადეს ამ ხელა ფული. სოჭის აეროპორტის და ადლერის აეროპორტის განტვირთვა მოხდება ამით. იმიტომ რომ სოუზე განსაკუთრებით ზაფხულისვე ძალიან დიდია მანქანებისა და ადამიანების გადაადგილება. ეს აეროპორტები მეტნაკლებად ფიქრობენ რომ განტვირთავს ამას და გამოყენებული იქნება ასეთი შიდა გადაადგილებისათვის. ეხლა მაისშია პირველი ფრენები თუ არ ვთქვი 3 მაისს იქნება და სანქცირებული ავიაკომპანიები არიან, მაგრამ ეს არის ავიაკომპანიები, რომლებიც რუსეთის შიდა ტერიტორიებზე დაფრინავენ. საერთაშორისო ემოში არ დაფრინავენ, ხო და ესა რაღაცა ლოკალური დონის ისინია რა, რომლებიც ახლა რუსეთი დიდია ახლა და იქ შეიძლება ბიზნესი შეიძლება საკმარისიან, ხოლმე შიდა ფრენები და გარე ფრენებს ვერ ახორციელებენ, მაგრამ ნუ აფხაზეთში იფრენენ ახლა მაისიდან უკვე აქტიურად და ეს უყურებენ სწორედ როგორც საკუთარების გაგრძელებას. ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, რომელიც მართლა ერთი პატარა რეგიონია, მთიანი რეგიონია, სადაც მოსახლეობა ძალიან ცოტაა და ტურიზმის კუთხითაც ახლა კი ცდილობენ ვითომ განვითარებას, მაგრამ ნუ პრაქტიკულად შეუძლებელია ახლა როცა ცხოვრობ პირობითად, რა ვიცი, კრასნოიარსკში, ნიჟნოგოროდში ხო და დასვენება გინდა, ახლა მთა შეიძლება სხვაგანაც შეარჩიო, ხო? აწახულ ცხინვალის რეგიონში, მაგრამ აფხაზეთი მართლა მათთვის მისაღებია, იმიტომ რომ რაღაც შიდა კურორტათაც უყურებენ ამას. ყველაზე მეტი თბილი წყალი, ყველაზე მეტად მწვანე ბუნება და მისაღები მათთვის. თან მითიური ადგილია ეს, იმიტომ რომ ეს იყო პარტიული საბჭოთა პერიოდში პარტიული ნომენკლატურის საყვარელი დასასვენებელი ადგილი. ხრუშოვმა აფხაზეთში გაიგო რომ ის გადაყენებული იყო. ბერიის აგარაკი, სტალინის აგარაკი, ძალიან ბევრი ცნობილი ესეთი აგარაკია, ხო? მის სახელად ასე ვთქვათ შემორჩენილი და სოხუმის ჩრდილოეთ ტერიტორიები განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, სადაც ყველაზე კარგი დასასვენებელი ადგილებია მათთვის. თუმცა ამ ხრიდან პრობლემებია ხო ტურიზმის კუთხით, იმიტომ რომ აფხაზები კონსერვატიული საზოგადოება ზედმეტად ამასინათ იყო რაღაცა შემთხვევა, როდესაც მაგალითად რუსი მოქალაქე მამაკაცი, რომელიც ტანზემოთ შიშველი იყო და სეირნობდა ეს პლიაჟის მიღმა, მას ესროლეს და დაჭრეს ის ადამიანი. და მსგავსი რაღაცები ცოტა ისეთ უკმაყოფილებას ქმნის და რუსები ამას ცოტათი უკმაყოფილობი არის ამ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. ანუ შეიძლება ითქვას, რომ მიდის
ანექსიის პროცესი. შეიძლება ეს არ იყოს პოლიტიკური ასიმილაცია მთლიანად სისტემის, როგორც გეოგრაფიული ერთეულის, მაგრამ დანა ეკონომიკური თვალსაზრისით, კულტურული თვალსაზრისით, თითქოს მიდის რაღაც ძალიან სერიოზული პროცესები, რაც კიდევ უფრო გვაშორებს აფხაზეთიდან, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა პერსპექტივაში ძალიან შორს ჩანს, კიდევ უფრო გვაშორებს რამდენიმე 10 წლეულები. ხო, ის ძაფები რაც შეიძლება არსებობდეს, ხო, ის რაღაცა ვიწრო ძაფები, წვრილი ძაფები, ისიც კი გაწყდება. ერთი იმით, რომ ახალი თაობა მოდის, რომელსაც ქართულ მხარესთან ურთიერთობის გამოსვლება საერთოდ არ არის. ცოცხალი ქართველი შეიძლება ნანახი არ ყავდეს, ხო? და ეს ზედმეტი ინტეგრაცია რუსეთში, ეკონომიკური კუთხით, ფინანსური კუთხით, სამართლებრივი კუთხით, ხო? რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მთლად ფორმალური ანექსია არ არის, იმიტომ რომ რუსეთი არ ამბობენ, რომ შეერთებას აპირებენ როგორც ერთ-ერთი მხარესა, ხო? მაგრამ de facto ესე იქნება, იმიტომ რომ ზედმეტი რუსული ყოფნა იმას ნიშნავს, რომ იქ ნაკლებად იქნება შანსი, რომ ეს ქართული აფხაზური ურთიერთობა რაღაცნაირად შეიძლება დაალაგდეს და აღდგეს. იმიტომ იქ უბრალოდ ხალხიც არ იქნება, ვისაც ამის სურვილი ექნება რაღაცნაირად. ასე რომ ძალიან სკეპტიკურად უყურებ მაკუთ ამ ვითარებას, იმიტომ რომ თავად აფხაზებიც ძალიან ნეგატიურად აფასებენ ამას. ეხლა მე კი არ ვამბობ ისინი რა პროქართულად არიან განწყობილი, ეხლა პროქართული სენტიმენტები აფხაზეთში არ არსებობს, მოდი ესე ვთქვათ. ჩემი შეფასებით ყოველ შემთხვევაში ესეთი განწყობები არის, მაგრამ რუსეთის მსგავსი მასშტაბის გავლენაც და მსგავსი ინტეგრაცია რუსულ სოციოპოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სივრცეში მათთვის მიუღებელია. ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, რომელიც იძახეს, რომ ჩვენ თანახმოვართ რუსეთის შემადგენლობაში შევიდეთ, არ გვაქვს პრობლემა. მაგრამ აფხაზები არ იძახიან ამას. აფხაზებს უნდათ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. იძახიან ჩვენ აბძოლი გვაქვს, სისხლი გვაქვს დაღრული და კი რუსეთი ჩვენ სტრატეგიული პარტნიორია, დაგვეხმარა, მაგრამ ხა ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ნაწილი გავხდეთ. მაგრამ ეს წინამდებობის რესურსი რამდენად დარჩება, ესეც საკითხავია. იმიტომ რომ აქვე საინტერესოა, ჩვენ კონტექსტიდან გამომდინარე, უნდა ვახსენოთ, რომ ამ არჩევნების შემდეგ აფხაზეთში პირველად ისტორიაში სამ აფხაზ ჟურნალისტები არიან ისინი აქტივისტები, შეიყვანეს რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უცხოეთის აგენტების რეესტრში. ეს სამი ადამიანი უცხოეთის აგენტად გამოაცხადეს, რომ მათ შორის ორ სხვათა შორის რუსეთის მოქალაქეობა ქონდა, ერთს არ ქონდა, ერთი ძახს არ ყოფილა აფხაზეთის მოქალაქეობა, რუსეთის მოქალაქეობა არ მაქვს და როგორ მარცეს. ერთი მამაკაცია, ორი ქალბატონი, სამი ძალიან ცნობილია აფხაზეთში, ოპოზიციურად განწყობილები არიან, სხვათა შორის ისინი ამ ასლამ ჯანიესა და ბადრა გუმბას მოწინააღმდეგები არიან, ისინი ღიად გამოდიან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდნენ ყველაფერი, განსაკუთრებით USA-თან თანამშრომლობდნენ, რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობდნენ, ეხლა შექმნილ პრობლემების გამო შეიძლება მათ ეს რაღაცა საქმიანობის რაღაც შეფერხებები შეექმნათ, მაგრამ ეს ხალხი ახლა ანტირუსულად არიან წარმოჩენილი, რომ ისინი რუსეთის წინააღმდეგ და ინტერესების წინააღმდეგ იბრძვიან. ეს ხო გზავნილია სხვებისთვის, რომ შენ თუ წინააღმდეგე წახვალ საინვესტიციო შეთანხმების, განსაკუთრებით საინვესტიციო შეთანხმება ნახსენი, როდესაც ეს ამათ ასე ვთქვათ, ეს სანქცია დაუწესეს, ხო, ამ სამ ადამიანს, რომ ამბობენ, რომ მათ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს საინვესტიციო შეთანხმების შესახებ. რომელიც რუსეთის ინტერესებს არ შეესაბამება. ასე რომ გზა პრინციპში არ აქვს დარჩა. არ ვეხედავ მე პერსპექტივას წინააღმდეგოს რესურსი სად არის. როგორ შეიძლება გაუწიო ქვეყანა წინააღმდეგო, რომელიც უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს შენსას და მთელი შენი ეკონომიკა მასზეა დამოკიდებული და შეუძლია ერთი ხელის დაჭერით ჩუქის გაგითიშოს. ხელფასებიც არ მოგცეს. მანდარინის ექსპორტი შეგიჟღუდოს. აი ძალიან ესე სასაცილო ამბავს პრაქტიკულად. აი თებერვალში და მარტის პერიოდში აფხაზეთიდან რუსეთში კრასნოდარის ხარჯ სოჩი გადის მიმოზების, ეს ყვავილია მიმოზების პარტია, რომელიც 8 მარტის ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იყიდება. და შემოსავლის წყაროა, იმიტომ რომ ამას მიმოზები ახლა სპეციალ პლანტაციები არ აქვთ, მაგრამ აქვთ ფიზიკურად. ეფენ ამას ფიზიკურად და მერე იყიდება რუსეთის ტერიტორიაზე. თებერვალის პერიოდში არჩევნებამდე მეორე ტურამდე შეზღუდეს ამის ექსპორტი. ერთ-ერთ პარტიაში აღმოაჩინეს რაღაც დაავადება და თქვას ამის იმპორტი, ანუ აფხაზეთიდან რუსეთში ექსპორტი ვერ მოხორციელებს. წარმოიდგინეთ, ახლა რა დონეზე აქვთ მათზე ზეგავლენის ბერკო. თქვა მიმოზების შეუძლიათ რაღაც გადაადგილება ფსოუს იმაზე შეაფერხონ. პრაქტიკულად მთელი ეკონომიკა შეუძლიათ ჩაკეტონ ნებისმიერ მომენტში. ტურისტები შეუძლიათ არ შევა თქვა რომ აი აფხაზეთს ფსოუზე ვერ გადახო.
და მილიონი წარმოიდგინეთ მილიონი ნახევარი ადამიანი ყველაზე სკეპტიკურად გათვალეთ რამდენ დოლარს შეიძლება ტოვებდეს იქა ხო აი დოლარებში რო გადავიყვანოთ ხო ეს ყველაფერი რაც არ უნდა ისეთ იაფასიანი ტურისტი იყოს ხო დაბალ ბიუჯეტიანი ეხა აფხაზეთში და დაბალ ბიუჯეტიანი ტურისტები და ძალიან ბევრი ერთდღიანი ტურისტები აი სოჩი რო ჩადიან და შემდეგ აი რიცის პარკის და ათონის ზღვების დასათვალიერებლად რომ ეს ორი ადგილი ძალიან პოპულარია და ძალიან ბევრი ჩამოდის რომ სოჩი არის და თან გადმოვა იქაც და აი სხვა რაღაცა ადგილებსაც ნახავს ხო ასე ძალიან დიდი ბერკეტები აქვს და ეხა წინანდო გაუწიონ რომ საინსტიტუტო შეთანხმებას ხელი არ მოაწერონ ენერგეტიკა არ გადაცენ ეს უცხოეთის ისა აგენტების შესახებ კანონი არ მიიღონ იგივე აპარტამენტების კანონები ხო კიდევ ერთი ხო არ ვიცი ამის რესურსი რამდენად დარჩება ნახოთ ბადრაგუმბა რამდენად შეძლებს ამ დავალებების შესრულებას იმიტომ მან თუ ეს დავალებები არ შეასრულა პრეზიდენტების გადადგომა აფხაზეთში ისეთი კარგი პრაქტიკაა უკვე ეს არ არის სიახლე და მსგავსი რაღაცა ხშირად მომხდარა. ცოტა საეჭვოა რომ შეასრულოს რახან სპეციალურად არის შერჩეული იმისთვის რომ ეს დავალებები უნდა შეასრულოს დიდი ალბათობით ყველაფერი რაც დაიწერა ასე ვთქვათ კრემლში დიდი ალბათობით ყველაფერი შესრულდება. ბოლო კითხვაზე მივედით, ბევრი ვისაუბრეთ სიტუაციაზე, როგორ შორდება აფხაზეთი საქართველოს ყველანაირი თვალსაზრისით, რუსეთი როგორ დებს ინვესტიციებს და ასე შემდეგ და საინტერესოა ბევრი საუბარი არის კონფლიქტის დარეგულირებაზე, აღმოფხრაზე, დაახლოებაზე. რა პერსპექტივები არსებობს ამ მიმართულებით? არის ეს რეალისტური და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ჩვენი მხრიდან, რომ ის პრობლემები, რაც ბოლო პერიოდში შეიქმნა რუსეთთან გაცილებით უფრო დაახლოებით ვიდრე საქართველოსთან, აი როგორ შეიძლება ეს სიტუაცია გამოვასწოროთ ჩვენი რესურსებით? ხო, პრობლემა ის არის, რომ მე მგონი ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი არ მიმდინარეობს, მაგრამ ეს კონფლიქტის დარეგულირებაზე საქართველოში ძალიან მარტივ შეკითხვას დავსვამ 100 გამოთქვა. ხა კონფლიქტების დარეგულირება იგივე აფხაზეთის ხმონის რეგიონის საკითხი, ეს არის თემა, რომელსაც მედიაში ასე აქტიურად განიხილავდნენ. გავცე, აბა გამახსენეთ თქვენ გადაცემები, რომელიც მხოლოდ ამ თემებს მიუძღავს. ხო, ყოფილა ესეთი გადაცემები არა, ამ თემებზე არ საუბრობ. თავის დროზე მე როგორც მაქვს ინფორმაცია, აი გახსენდებათ პარლამენტში სესია, როდესაც იმჯერეს, აი რა ხდება აფხაზეთში, გალის რაიონში. არა. მარტივი კი, შეიძლება ცალკეული ადამიანები ამაზე ფიქრობენ, კითხულობენ, რაღაცებს წერენ, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ ეს საკითხი ესეთი აქტუალური იყოს ჩვენთვის. დღევანდელ საქართველოს დღის წესრიგში არ არის აქტუალური ესა. შესაბამისად კონფლიქტის გადაწყვეტაზე რაღაცა რეალური მსჯელობა, რეალური ფიქრი რაღაც ძალიან რთულია, ხო? ამ ნაბიჯებით და ამ გზებით ჩვენ რაღაც შედეგამდე ვერ გავავთ, ხო? მით უმეტეს როგორც ჩვენ ვისაუბრეთ, ეხა აფხაზეთში რუსეთის გავლენა კიდევ უფრო იზრდება. ინტეგრაციის ხარისხი სხვადასხვა მიმართულებით სულ უფრო მზარდია და 2022 წლის შემდეგ მათ შემდეგ რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო უკრაინის მიმართ, ის კიდევ უფრო აგრესიული გახდა აფხაზეთის მიმართ საკუთარი მოთხოვნების შესრულების კუთხით. თუ აფხაზეთში უფრო მეტი რუსული გავლენა იქნება, ну სამხედრო ისეც იყო, მაგრამ ეკონომიკური კუთხით, პოლიტიკური კუთხით, მაშინ სივრცე იმისთვის არ დარჩება, რომ ქართულმა და აფხაზებმა რაღაც თემებზე ვისაუბროთ, ხო? დღეს გვაქვს ჩვენ ჟენევაში ვსაუბრობთ, ერთადერთი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი არსებობს, სხვა ფორმატი ჩვენ მოლაპარაკებები არ გვაქვს. ალტერნატიული ფორმატი სადაც იყო, ეს არის სახალხო დიპლომატიის ფორმა იყო, როდესაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აფხაზურ მხარესთან ერთად სოფლის სხვადასხვა ქვეყნებში ერთმანეთს ხვდებოდნენ ტრეინინგების, სემინარების თუ ისე შეხვედრების ფორმატში. მას შემდეგ რაც საქართველოში ხა ეს მიმდინარე ამბებია სამოქალაქო სექტორზე კონტროლის ხარისხი იზრდება, დასავლური გრანტების მიღების თვალსაზრისით უკვე პრობლემები შეიძლება შეიქმნას. ხო, ეხლა ნახავთ ამას ახლა უახლოეს თვეებში ძალიან მალე გავერკვევით რა. ეს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს ამ სახალხო დიპლომატიას, ამ ურთიერთობებს. ანუ ის ერთ-ერთი არხი, ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს რაც არსებობდა ქართულ-აფხაზურ მხარეს შორის, რომელიც სახალხო დიპლომატიაში გამოიხატებოდა და სხვადასხვა ექსპერტები ხვდებოდნენ, ახალგაზრდები, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები და რაღაცა თემებზე საუბრობდნენ სხვადასხვა ფორმატში. ამის საშუალებაც კი ალბათ უკვე აღარ იქნება. იმიტომ რომ ამაში ჩვენ გვეხმარებოდა საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროკავშირი და მათ სხვადასხვა ინსტიტუტები, ხო? ანუ ეს უკვე აღარ იქნება. შესაბამისად ის კავშირები რაც არსებობს აფხაზურ მხარესთან, რაც მოისპობა და თუ ეს ურთიერთობები და კავშირები არ იქნება,
მაშინ ახლა კონფლიქტის მოგვარება როგორ შეიძლება ხო მოგვარდეს მით უმეტეს რომ ეს თემა რაღაც აქტუალური არ არის ჩვენ თუ დავაკვირდებით ქართულ პოლიტიკურ ელიტის წარმომადგენლებს როგორც თავრობიდან ასევე ოპოზიციიდან მათი განცხადებები ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში რაც აი ზირთად ჩემს შეფასებაში სადღეგრძელობის ფორმაც არსებდება მუდმივად საუბარია ჩვენი აფხაზი ძმები და დები ჩვენ გავერთიანებთ და ერთად ვიქნებით ერთიან საქართველოში ხო ეს ხო რა საქმისად სერიოზული მიდგომა არა თან იქეთა მხარცვას სხვანაირად გიყურებს არაფასებს იმას რომ შენ ძმა და დახარმის რადიკალურად სხვანაირად რადიკალურად განსხვავებულები ხა თვალში ნაცარს თუ ვიყრით მაშინ თვალში ნაცარი შეყრით კონფლიქტი კი არა რა სხვა უფრო ელემენტარული საკითხებიც არ მოგვარდება თან 2022 წლის შემდეგ რუსეთს როცა დაიწყო აგრესია რაღაცა შანსები ახალი შანსები გაჩნდა აფხაზეთში იმიტომ რომ აფხაზეთს რუსეთის დასანქცირების პირობებში გარკვეული რაღაც ეკონომიკური გამოწვევები შეიქმნა, იმიტომ რომ რაღაც პროდუქცია რუსეთიდან ვერ შედიოდა. შესაძლებელია ეს საქართველოსთან მოხდეს, ხო? მე როგორც ვიცი, ახლა გარკვეულ ლოკალურ დონეზე ხდება ესეც კიდევაც ადამიანები, იმიტომ რომ ეკონომიკა ესეთი რამეა, რომ მტრულ მხარეებს, რაც არ უნდა საზღვარი აუგო და კედელი აუგო, მაინც აიძულებს ერთმანეთთან და რაღაცა ვაჭრობაში შევიდნენ ერთმანეთში, იმიტომ რომ ეს საერთო ეკონომიკური ინტერესები მას ბევრ რაღაცას განსაზღვრავს, მაგრამ ამის უფრო მეტი შესაძლებლობები არის, მაგრამ მე ვერ ვხედავ რომ შესაძლებლობა ახლა გამოყენებადია, იმიტომ რომ დღეს საქართველოს სხვა უფრო მნიშვნელოვანი ეგზისტენციალური პრობლემები გაასეხლა ქართული პოლიტიკური ელიტა ამას მხოლოდ შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის იყენებს და ეს ბოლო წელს სხვათა შორის განსაკუთრებით ჩანს, იმიტომ რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს რაღაცა ბუნდოვნად გვთავაზობს ამ საკითხზე საკუთარ პოზიციას, მაგრამ ამბობს, რომ იმისთვის, რომ გადაწყდეს ეს კონფლიქტი, საჭიროა რაღაც გარკვეული კონსტიტუციურების განხორციელება, თუმცა რაზე კონკრეტულად საუბარი ჯერ ამაზე არ არის, ხო? ამ რაღაცა ბუნდოვნად გვპირდებიან იმას, რომ მესეჯი დაბეჭდილება მრჩება და ეს უახლოს მომავალს პირადად მე ყოველ შემთხვევაში ამას ველოდები, რომ დასავლურ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე ფორმალურად ოფიციალურად უარის თქმა გამართლდება იმით, რომ სხვანაირად ტერიტორიული მთლიანობის მოგვარება ვერ მოხერხდება. და მე პირადად ამის მოლოდინი მაქვს, მათი ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები, რომელიც განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში გააკეთეს მას და ეს 29 აპრილიდან დაიწყო, როდესაც ქართული ოცნების ლიდერმა გააკეთა მსგავსი განცხადება და შემდეგ აი სხვა დეპუტატები აკეთებენ განცხადებას ერთგვარ მინიშნების სახით, რომ აი საჭიროა გარკვეულ რაღაცებზე უარის თქმა, ნუ აქ სავარაუდოდ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე იგულისხმება კონსტიტუცია გარკვეული ცვლილებებით, ამიტომ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამის შემდეგ შესაძლებელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. თუმცა ახლა არ ვიცი ახლა რუსეთი და მაგის ვინ ახლა რუსეთის პირველ რიგში რუსეთისგან უნდა მივიღოთ თანხმობა, რომ აი კი ბატონო მე თანახმობ თქვენ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოთ, ხო, მაგრამ რუსი წამყვანი ფიგურები ამის რაღაცა ამ ილუზიაში ყოფნის საშუალებას არ გვაძლევენ, ხო? ამ ილუზიასაც არ ქმნიან. აი მიხაილ გალუზინი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კურატორი მოადგილეა, ანუ მოადგილეა და კურირებს პოსტსაბჭოთა სივრცეს და მას შორის სამხრეთ კავკასიას ოკუპირებულ რეგიონებში ჩათვლით, ეხლა წინა დღეებში გააკეთა განცხადება, ხო? ეს აღიარებულია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობით, ეს არის რეალობა, ამას ჩვენ ვერ შევცვლით. და ურთიერთობა ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ანუ არც ერთი პოლიტიკოსი რუსეთში კიდევ უფრო სხვადასხვა დონის პოლიტიკოსები განაცხადეს სხვადასხვა პერიოდში, ხო? კარასინმაც მას შორის, რომელიც ადეკურატორი იყო ამ ოკუპირებულ რეგიონების რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ქართველებთან დიალოგში იყვნენ ჩართული. ისინი ღიად აცხადებენ, რომ ამაზე არც უნდა იოცნებოთ, ამაზე არც უნდა იფიქროთ, ეს ჩვენი გეგმა არ არის ამაზე უარის თქმა. მაგრამ დაუშვათ, რომ ერთ დღეს რუსებმა თქვეს, რომ კი ბატონო, ვაღიარებთ თქვენ ტერიტორიულ მთლიანობას. როგორ ხდება ახლა აფხაზეთის და სამხრეთ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის შემოერთება? იქ ხალხი ცოტა განსხვავებულად ფიქრობს, ხო? ან რაღაც სამხედრო გზითაა შესაძლებელი, რაც მე მგონი გამორიცხულია და არასწორი მიდგომა იქნება. მეორე მიდგომა ეს არის სამშვიდობო მიდგომა, რომელიც უფრო ხანგრძლივია და უფრო დიდ მოთმინებას და უფრო დიდ სამოქმედო გეგმას მოითხოვს. ხო, მე ვფიქრობ დღეს ჩვენი საზოგადოება და საერთოდ პოლიტიკური კლასი ამისთვის მზად არ არის და ამაზე ესე სიღრმისეულად არც არის ნაფიქრი. ასე რომ სამწუხაროდ დღევანდელი გადმოსახედა მე ვერ ხედავ პერსპექტივას, რომ აი ხოლმე დაადგეს დღის წესრიგში ეს, რომ აი რაღაც კონფლიქტის გადაწყვეტის რეალოგიზები ჩვენ ამდენად ვართ მზად ამისთვის, იმიტომ რომ რა ვიცი, თავად ჩვენ ცხოვრებაში, საზოგადოების ცხოვრებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს საკითხი არ არის პრიორიტეტული, იმიტომ რომ ჩვენ ამ თემზე არ ვსაუბრობთ, ამ თემზე არ იქნება რაღაცა სერიოზული სამოქმედო გეგმა, რომელშიც მთელი სახელმწიფო სამსახური იქნება ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ნაბიჯები არის ამ მიმართულებით, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამ დონის კონფლიქტის გადაწყვეტისათვის ეს საკმარისია.
გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო და გულწრფელი საუბრისთვის. ჩვენ კი დაგიბრუნდებით შემდეგ სამშაბათს, ამჯერად უკვე 8 საათზე. მანამდე გთხოვთ, გამოიწეროთ, მოიწონოთ ჩვენი ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი გვერდი და დააკომენტაროთ ქვემოთ კომენტარების სექციაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.